2022 წლის ოქტომბერში ჩინეთში კომუნისტური პარტიის მე-20 სესია გაიმართა. შეხვედრაზე კენჭი უყარეს ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს. მათ შორის ერთ-ერთი იყო თანამედროვე ჩინეთის ისტორიაში პირველად ჩინეთის ლიდერისთვის მესამე ვადის მიცემა. ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში დამტკიცდა სი ძინპინის ხედვა, ანუ სი ძინპინის ფიქრები, როგორც ეს არის ცნობილი დღესდღეობით, რომელშიც ასახული არის ჩინეთის ხედვა და თანამედროვე ჩინეთის სტრატეგია. ამ სტრატეგიის ფარგლებში განხილული არის ჩინეთის ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა და სამხედრო შესაძლებლობების განვითარება. ამავე შეხვედრაზე დამტკიცდა, რომ 2045 წლისთვის ჩინეთმა უნდა დატოვოს საკუთარი რეგიონული სახელმწიფოს სტატუსი და მოიპოვოს ტექნოლოგიური სამხედრო ეკონომიკური ზესახელმწიფოს სტატუსი. როგორ ცდილობს ჩინეთი მიაღწიოს ამ მიზნებს? რატომ არის ჩვენსავით პატარა სახელმწიფოებისთვის საფრთხე ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია? ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრებთ დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტში სახელწოდებით როგორ და რატომ. დღეს ჩვენი სტუმარია ჯეოქეისის მკვლევარი გიორგი ანთაძე. პოდკასტს გაუძღვები მე, ერეკლე შუბითიძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მკვლევარი და სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს დირექტორი. სანამ დავიწყებთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, შესაბამისად ამ პოდკასტის გავრცელებაში თქვენი როლი გადამწყვეტია. გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის Facebook და YouTube გვერდები. დიდი მადლობა გიორგი სტუმრობისთვის. ჩვენ ორი კვირის წინ შევხვდით ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაც უნდა გაგვეხილა და იმ დღესვე მე მოვიხაზე, ასე ვთქვათ, რა თემებზე უნდა გვესაუბრა. თუმცა ამ ორი კვირის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია საერთაშორისო გარემოზე. ვიდრე გადავალთ თვითონ ჩინეთის გლობალურ სტრატეგიაზე, რითაც მინდოდა აქამდე დაწყება, ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება ჯერ მიმოვიხილოთ გლობალურ არენაზე, რაც არის უფრო ადვილი ასახმელი რო იყოს ჩინეთის დღევანდელი სტრატეგია და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის. ამიტომ ჩემი პირველი კითხვა არის, როგორ და რატომ იცვლება საერთაშორისო მდგომარეობა დღეს? ხო, ძალიან პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო, აი რახანას თქვა ჩინეთის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და ვისაუბროთ. ჩინური ცნობილის ანდაზა მახსენდება, რომ წეულა ეგრეთ წოდებული ჩინური რომ საინტერესო დროში გეცხოვროს. ეს ზუსტად ჩინეთის მრავალათასწლოვანი ასე ვთქვათ ცივილიზაციური დაკვირვების შედეგი არის, რომ საინტერესო დრო რაღაც ესეთ ქარტეხილებს გულისხმობს და ესეთი მოვლენებით და ტრანსფორმაციული პროცესებით ახსავსია, რომელიც ყოველთვის გამოცნობა ასე ვთქვათ სწორი ანალიზი და ასე შემდეგ ბუნებრივია რთული არის. და ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც თუ შეხედავ, ყველა ესეთი მოდი ვთქვათ ქვაკუთხედი ისტორიულ ჭრილში რაც ქონდა თარიღები, ხო, უკავშირდებოდა გლობალურ ტრანსფორმაციებს. 100 წლის წინა მოვლენები, იმის იქით კიდე 100 წლის წინ მოვლენები და ეხაც რაღაცა ესეთი პერიოდი, რომელიც ხშირად ჩვენ საუბარში გვაგონებს ხოლმე მაგალითად რაღაც 20-იანი წლების დასაწყისს და ასე შემდეგ, ხო? საერთაშორისო ვითარების თვალსაზრისით. და რა არის საერთაშორისო ვითარება რა? ხა მე 1982 წლიანი ვარ, ასე ვთქვათ. დაბადებული 82 წელს და ალბათ თუ კარგად ძალიან ცოტა ხანი საბჭოთა კავშირს მოვესწარი და ბუნებრივია ჩვენი დიდი ნაწილი ჩვენი ცხოვრების აქამდე ხო ალბათ 30 წელი უხეშად მიმდინარეობდა სამყაროში, სადაც მაქამდე არსებული გეოპოლიტიკური წესრიგი, გეოპოლიტიკური მოცემულობა რადიკალურად ტრანსფორმირდა, როდესაც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა. ხშირად ეხა გინდა ის გახსენდება ცნობილი ფრაზა ხო პუტინის, რომ მთავარ გეოპოლიტიკურ კატასტროფას საბჭოთა კავშირის დანგრევა მიაჩნია და არა სხვა მოვლენები. ამის გამო შეიძლება მომისმინე მის დამი კრიტიკა, რომ აი თქვა, აი არა მეორე სოფლიო ომი, არა ეს უდიდესი რაღაცა კატაკლიზმები, არამედ აი საბჭოთა კავშირის დანგრევა მიაჩნია მას, თუმცა ხა მე ბოლომდე ასე თქვა მესმის აბსოლუტურად კრიტიკის ლოგიკა, მაგრამ გააჩნია რა კუთხით შეხედა მოვლენას, იმიტომ რომ თავისი შინაარსით ის ნამდვილად იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, იმიტომ რომ
ეს ტერმინი გეოპოლიტიკა ჩვენ ხშირად ათქვეფილად ვიყენებთ ხოლმე გვინდა არ გვინდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმოხილვის კონტექსტში და ძალიან ახლა ყოველდღიურობაში მედიისად მასობრივ ასე ვთქვათ კომუნიკაციის ყველანაირ საშუალებაში ხშირად ვიყენებთ ამ სიტყვას იმ ძირითადი მნიშვნელობის გარეშე რაც სინამდვილეში მას თან ახლავს და ეს ის გეოგრაფიის ასე ვთქვათ გეოგრაფიული დეტერმინიზმის შინაარს გულისხმობს, სადაც სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს გეოგრაფიული გარემოებები. ბუნებრივია იმხელა იმპერიის დაშლა 1991 წელს, ხო, რომელსაც უზარმაზარი დედამიწის ასე ვთქვათ, უზარმაზარ სივრცეზე ქონდა გავლენა და პოლიტიკური და იდეოლოგიური გადანა, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე ქონდა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა წარმატებით. ეს იყო გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელმაც დასაწყისი მისცა ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას პლანეტარული მასშტაბით შეიძლება ითქვას და ეს ჰეგემონია ბუნებრივად გულისხმობდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, აი როდესაც პირველად გამოვიდა ამერიკას აქტიურად საერთაშორისო ავანსცენაზე და დაიწყო მისი ღირებულებების, ასე ვთქვათ, მასობრივი კულტივირება დავარქვათ მონდი საერთაშორისო არენაზე ეს დემოკრატიული პრინციპების თავისუფალი, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების ასე შემდეგ, რამაც კონკურენციის გარეშე ასე ვთქვათ, დაიწყო ამ ყველაფრის რეალიზაცია და 20-30 წელი ჩვენ ფაქტობრივად ვიცხოვრეთ სამყაროში, სადაც ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობები ემყარებოდა ამ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის, ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებს, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები, სახელმწიფოები, ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არის ასე ვთქვათ, მოწყობილი წესრიგი საერთაშორისო, რომელიც თავის მხრივ გაეროს და ბევრ სხვადასხვა სამართლები და ნორმატიულ ბაზას ეფუძნება, იქ არის EUTO, იქ არის გაეროს ქარტია, იქ არის პარიზის შეთანხმება, ბევრი სხვადასხვა შეთანხმებები, სადაც სახელმწიფოები ჩამოყალიბდნენ საერთო თამაშის წესებს. რას გულისხმობს ეს საერთო თამაშის წესები? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამას მე მოგვიწევს რომ მომავალში მიუბრუნდით. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავხდებით საზღვრების მაგალითად ძალის გამოყენებით რევიზიის მიუღებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, აი დავამთავრე პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე, საზღვრების პატივისცემაზე, საერთაშორისო ინსტიტუტებში ოპერირებაზე სხვადასხვა თემების და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა ბუნებრივი ამ წესრიგს. მისი სავაჭრო ეკონომიკური ინტერესების დაცვის, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ინტერესით ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებრივია. ეს იყო გარემოს შექმნის ცდელობა, სადაც ის როგორც ასე ვთქვათ, ყველაზე მომხიბლავი გლობალური ძალა, ხო? ერთი რბილი ძალებს ქონია სოფლიოში, ის შეეცდებოდა ამ თავისი წესრიგის ყველგან მიტანას, ყველგან ასე ვთქვათ, წინა პლანზე წამოწევას, დოლარის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ხო? აი დოლარის პლანეტარული დომინაციის უზრუნველყოფა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ამის მასზე შეტევა უკვე ამასაც უყურებთ, რომ რევიზია ხდება, ამის ცდელობაა ყოველ შემთხვევაში. და ეს რაღაცა საერთაშორისო წესრიგია, სადაც ყველა ასე ვთქვათ, დანარჩენი გლობალური ძალა პრინციპში აი ამ თამაშის წესებით ოპერირებს. რაღაცის კითხვა გინდოდა და აქ მაინტერესებს ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი. უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მე რასაც ვაკვირდები ახლა სოციალურ მედიაში და ახალ ამბებში ძალიან ბევრს გაუგებარი მიზეზებით უხარია ამ გლობალური სისტემის გადაწყობა და მე მგონი ვერ აქვთ გააზრებული, რომ ჩვენსავით პატარა სახელმწიფოებისთვის ეს იყო უდიდესი საფრთხე-შემცველი. ეს გადაწყობა არის უდიდესი საფრთხე-შემცველი, მაშინ როცა ლიბერალური ნეოლიბერალური საერთაშორისო ურთიერთობების სამხედველობა უფრო გვაძლევდა ჩვენსავით პატარა ქვეყნებს საშუალებას, რომ საერთაშორისო დონეზე თავი დაგვემკვიდრებინა და რაღაცა მხრივ წინააღმდეგობა გაგვეწია ჩვენზე გაცილებით უფრო დიდი სახელმწიფოებისთვის და ჩვენაირი ქვეყნებისთვის როგორ შეიცვალა სიტუაცია? ხო, ზუსტად მე რო ვახსენე რაღაც რეზერვაციასავით გავაკეთე, რომ მე უფრო დეტალურად მოგვიწევს ამაზე საუბარი, ზუსტად ეგ ვიგულისხმობ. ახლა მკითხე, ახლა ჩავუვამთ ამ საფრთხების ამბავს. ანუ ეს საერთაშორისო წესრიგი ამ ნორმატიულ ბაზაზე რო დგას, ეს არის შეთანხმება სახელმწიფოებს შორის საერთო თამაშის წესებზე. და ჩამოთვალე ხო ნაწილი ტერიტორიული მთლიანობის, რა ქვია, პატივისცემა, სუვერენიტეტი, საზღვრების ძალის, ასე ვთქვათ, გამოყენებით დაუშვებლობა, სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში უფლება და ასე ვთქვათ, სახელმწიფოს
ყველანაირი ძალისხმევის ხარდაჭერა რომ სამართლიანი მასში თავი დაიცვას საერთაშორისო ინსტიტუტებს, საერთაშორისო არიანაზე უსამართლო აგრესიისგან ან ნებისმიერ რაღაც აგრესიისგან, ხო, ეს ყველაფერი არის. და ბევრი სხვა შეთანხმებაც, რომელიც ადამიანურ ცხოვრებას სხვა სფეროებშიც არეგულირებს, ხო, ეს კლიმატის საკითხები არის, სოციო-ეკონომიკური საკითხები არის, სურსათის უსაფრთხოება, ბევრი საკითხი. ანუ საერთაშორისო ესეთი ინსტიტუციონალური ეს მოწყობა მცირე სახელმწიფოებს, რომელთაც არ გააჩნიათ ტრადიციული ძალაუფლების ელემენტები ისეთი ძლიერი და ეს არის პირველ რიგში სამხედრო, დიპლომატიური, ტექნოლოგიური სადაზვერვო, ასე ვთქვათ, ხო? აძლევს შანსს, რომ იყოს მეტნაკლებად მისი ხმა იყოს თანაბარი უმრავლეს შემთხვევაში, ვთქვათ, დიდი მოთამაშეების და მას ასეთ სამყაროში არის არბიტრაჟები, ასე ვთქვათ, რომელიც შეეცდება რომ შენი სიმართლე დაიცვას, ასე თუ ისე, ხო? მიუხედავად იმისა, რომ კი ერთი სახელმწიფოს ძირითადი ასეთ ხედვა არის გაბატონებული სოფლიო წესრიგზე, სამყაროს მოწყობაზე, ესე ვთქვათ. მაგრამ ეს მცირე სახელმწიფოებს ასეთ პირობებში, ასეთი ცურვის პირობებში შენ მშვიდად ყოფნის იმის საშუალებას გადას რომ არ ჩაიძირო რა. და ნუ გვახსოვს ხო ახლა ფუკუიამა გვახსენდება რომ 90-იან წლების დასაწყისში ძალიან ოპტიმიზმი იყო რომ რაღაცა ისტორია მთავრდება იმ გაგებით რაც აქამდე იყო ეს დიდი დაპირისპირების ერა და ჩვენ შევდივართ რაღაცა პლანეტარული დემოკრატიის და იმის ეპოქაში. ну ამასთან დაერთო გლობალიზაცია, ეს ტექნოლოგიების ბუმი, განსაკუთრებით ხო 90-იან 2000-იანების წლებისა ეს მე ეს კომუნიკაციები, სოციალური ქსელები, რომელიც აი ესეთ რასაც ქვია, დააპატარავა, დაჭმუჭნა ფაქტობრივად დედამიწვან და ძალიან დაახლოვა ეს ყველაფერი. მაგრამ რეალობაში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ისე არ არის. ასე თქვათ, ხავერდოვნად ვერ წავა და ამ მთელი რიგი მიზეზები გააჩნია. ეხა ამ საერთაშორისო წესრიგს გააჩნია უკმაყოფილოთა ჯგუფი აღმოჩნდა. რომელთა ინტერესები მათი პოლიტიკური, ასე თქვათ, სისტემების თავისებურების გამო ცოტა განსხვავებული არის მოდი ამ სამყაროში, ხო, თქვათ, სანამ ჩინეთს მივათ, ორი სიტყვა რუსეთს ეთქვათ, ხო? ეს იყო იმპერიული მემკვიდრეობის მიუხედავად იმისა, დღემდე დარწმუნებული რომ ის თავისი არსით ევროპული ცივილიზაცია მაინც იმიტომ რომ ნუ ეს ხა ისტორია როგორც შეიქმნა და ასე შემდეგ უტოებს მას ჯერ კიდე შანსებს რომ ოდესმე რაღაცა უფრო ცივილური და სხვა ტიპის სახელმწიფო ჩამოყალიბდეს მაგრამ ნუ აი 90-იან წლების არათუ 90-იან წლების დასაწყისში თქვა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მანამდეც კი 80-იან წლებში ხო უკვე რო იგრძნობოდა ეს გარდაუვალობა ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის დაშლის ხო ბევრ აკადემიურ წრეებში მიდიოდა ფიქრი იმაზე რა ალტერნატიული კონცეფცია უნდა შემუშავებულიყო რა და უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ევრაზიული ცენტრიზმი სადაც რუსეთი იყო შუაგულში მის გარშემო აგებული სხვადასხვა ხედვები რა რომ ანუ ყველაფერს მაინც გრავიტაციის ცენტრი ევრაზიის ამ რეგიონში არის რუსეთი და მისი ცენტრისტული მოქმედება უნდა ვრცელებოდეს მის გარე არეალზე, იმიტომ რომ მას სხვაგან სივრცე, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური განვითარების არ გააჩნია ეს სუფთა გეოპოლიტიკური ხედვა. და ნუ ამის შეფუთვის სხვადასხვა ისინი იყო რუსული სამყაროს იდეა, იყო სუფთა ევრაზიული კონცეფციები, სუვერენული დემოკრატიის მე რაღაც 2000-იანებში მეორე ნაწილში წინა პლანზე წამოსვა სხვადასხვა მიდგომები, რომელსაც საერთო ჯამში ერთი სულისკვეთება აქვს, რომ რუსეთი უკმაყოფილია მისი მდგომარეობით, რომელიც ფაქტობრივად სამყაროს ასე ვთქვათ მეორე ნაწილი იყო, ხო, სიძლიერით თუ ვთქვათ ერთ მომენტში ძალიან ახლოსაც კი იყო მათ შორის ბევრი ამერიკელის აზრით ციმუმში გამარჯვებისკენ იყო ესეთი პერიოდებიც, იმდენად წარმატებული იყო სხვადასხვა დედამიწის რეგიონში მისი მოქმედებები, ვთქვათ, სიტუაციის არების კომუნიზმის გავრცელების ცდელობით, პროპაგანდის მიმართულებით, პროპაგანდა ლათინური ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, აფრიკის ქვეყნები, ყველგან და ნუ მე რეიგანის ადმინისტრაცია იყო პირველი, ვინც პირველ რიგში შეიძლება ესე ვთქვათ, პირველი ვინც თქვა, რომ არა შეკავება, არამედ კომუნიზმი უნდა დამარცხდეს. ეს ცნობილი სიტყვებია რეიგანის. წელი აღარ მახსოვს შეიძლება 82-იან, არა, გამოს პრინციპული მნიშვნელობა. საერთო ჯამში ანუ ამერიკამ იქ დაიწყო უკვე ქმედებები არა შეკავებაზე, ესეთი მიუხედავად იმისა, რომ ეს შეკავების დოქტრინა პირველ რიგში გულისხმობდა, ასე ვთქვათ, ბირთვულ შეკავებას, არ დაშვებას ამ გლობალურ დაპირისპირების, თუმცა ამ შეკავებაში პოლიტიკური პლასტიც იყო, როგორც ვთქვათ, წინააღმდეგობა კომუნიზმის გავრცელებასთან მიმართებაში, მაგრამ ნუ აი 80-იან წლებიდან არა მარტო შეკავება, არამედ აი პირდაპირ ესეთი გადაწყვეტილება იყო უკვე ამერიკაში, რომ უნდა დამარცხდეს და იწყება აქტიური დახმარება
მაგალითად იგივე იმ მომენტში საბჭოთა კავშირის ავღანეთში მყოფი ომის პირობებში უკვე თქვა ავღანური ძალების იქ ნიკარაგუა იყო, აფრიკაში იყო ესა და ანუ ფაქტობრივად ყველგან საბჭოთა კავშირს გასვლა მოუწია და მე ხდება ეს მოვლენები. აი ის ჩვენ კარგად ვიცით თქვა ვლადიმერ პუტინის მოსვლის მერე რა ძალებიც იკრებენ, ასე თქვა, სამყარებენ უბრალოდ რა რეჟიმსაც ამყარებს საბოლოო ნიშნით ეს ადამიანი რუსეთში. მისი ხედვა უკმაყოფილება რუსეთის მაშინდელი მდგომარეობით. ეს არ იყო მარტო პერსონალური ფიქრები და სურვილები, ეს უკვე 2000 წლების და 7-დან, სადაც 4-დან უკვე ჩანს მათ სტრატეგიულ დოკუმენტებში, იმიტომ ახლა ჩვენ სტრატეგიულ კომუნიკაციებს ვახსენებთ და სხვადასხვა ეს უსაფრთხოების კონცეფციები თუ სტრატეგიები საერთო ჯამში სახელმწიფო სტრატეგიული კომუნიკაციის ინსტრუმენტიც არის გარესამყაროსთან ის ეუბნება რომ მე ესე ვხედავ ჩემს გარშემო სამყაროს ესეთი ინტერესები მაქვს, ესეთი ხედვები მაქვს და ამას ელოდეთ ჩემგან. გარკვეულ წითელ ხაზებსაც აავლებს. უკვე მაშინ გამოჩნდა რომ რუსეთი თავისი სტატუსით უკმაყოფილოა, მაგრამ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ პარალელურად რა მოვლენები ხდება. ეს არის ფაქტობრივად ძალიან მალე ორი დიდი ომის დასაწყისი პერიოდია ამერიკის შეერთებული შტატების ასე ვთქვათ ერთ შემთხვევაში გლობალური მხარდაჭერით ავღანეთში და მეორე შემთხვევაში ნაკლები მხარდაჭერით გაერონდა საერთოდ არ იყო ერაყში ინტერვენციის მხარდაჭერა მოგეხსენებათ და ეს იყო პირველი ანტიამერიკული განწყობების მასიური ტალღა თუ გახსოვს ჩვენ პატარები კი ვიყავთ მე ძალიან კარგად მახსოვს მათ შორის პოპ კულტურაშიც როგორ ანტიამერიკული ელემენტები გაჩნდა ევროპაში განსაკუთრებით რომ ეს ომი ერაყში შეჭრა რაღაცა საბოლოო ჯამში ისტორიამ დაამტკიცა რომ მართლა ის საბაბი რაც გამოიყენეს რადაზერო ინფორმაცია რომ თითქოს მასობრივი განადგურების იარაღი ქონდა სანდაფხულს მართლა ტყუილი აღმოჩნდა და ეს მთელი ამ ცალკე ისტორია ძალიან საინტერესო მაგრამ ფაქტი მივიღეთ რომ ამას დაემთხვა ესე იგი ორი განგრძობითი ომი დაახლოებით რომელიც აი თითქმის 20 წელი გაგრძელდა ხო? რამაც გამოიწვია ნავთობის ფასების უზარმაზარი ზრდა. და აი ამ ნავთობის ფასების ზრდაზე ვინიხერა, რა თქმა უნდა პირველ რიგში რუსეთმა. და აი ეს პერიოდი 2003-4 წლიდან, როდესაც აი ამ უზარმაზარი გაზრდილი შემოსავლების შედეგად ვლადიმერ პუტინი ამ პოსტსაბჭოთა რუსეთის სტაბილიზაციას ახერხებს პოლიტიკურს, ეკონომიკურს იწყება ძალაუფლების კონსოლიდაცია თვითონ რუსეთში. ასე ვთქვათ, ოპონენტების მოცილება ნელ-ნელა, ზოგის დაჭერა, ზოგის მედიის კონსოლიდაცია, ნელ-ნელა, ხოლმე დაახლოებით 2012-დან კიდე სხვა ეტაპზე გადადის საერთოდ. ეს მეორე ეტაპია ჩემი საერთოდ ან აქ თუ არის რაღაც ავტორიტარიზმი, არ ვიცი როგორ დავიღოთ, სუფთა დიქტატურის დამყარება 2000 აი ბალოტნაის ცნობილი ამბების მერე იწყება, როდესაც აი გამჭოლობის გავსი კანონი შემოვიდა და 21 წლამდე სუცვლილებები ხდებოდა, მე თუ გახსოვთ, არ ვიცი ჩვენ მაყურებელმა რამდენიც იცის, მისი გამკაცრების თვალსაზრისით და საქართველოსთანაც გარკვეული პარალელები უკვე ემატებოდა ყოველწელს პრაქტიკულად ახალ ბოლოცვლილებები რამდენიც მახსოვს მიღებული, სულ უფრო მკაცრება, ანუ ვიწროვდა ფართოვდებოდა სხვადასხვა ჯგუფების რაოდენობა, ვისაც ეს ეხებოდა. საერთოდ თუ ჯამში მოქალაქემდე დავიდა ინდივიდამდე გარკვეულ თემებზე რა. ანუ ამას რატო ყვება? არა მარტო ინდივიდამდე, ოჯახის წევრმა რო რაღაცა დააშაოს, შენზე გადმოდის ან ცნობილი ფაქტი არის რომ ბავშვმა ანტისაუმარი დახატა და მამას ბერკეტია იმის რომ ოჯახი უკიდე უფრო ორიენტირებული იყოს იმაზე რაღაცა არასასურველი არ გაიპაროს არც ერთ ფორმით ოჯახიდან. რატო ყვები ამას? ანუ დაიწყო გლობალურმა მოვლენებმა ძალიან ხელი შეუწყო რუსეთის აღზევებას, მოდი ესე ვთქვათ. აღზევებას სხვადასხვა ხედვებზე ჩვენ ვისაუბრებთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს არის რუსეთის გლობალურ არენაზე დაბრუნება და მისი ავტორიტეტით უკმაყოფილო, ასე ვთქვათ, რეჟიმის რაღაცა ხელახალი აღზევება, ხო? და ეგ ამ მომების ფონზე მithumetes ოდესაც თუ გახსოვს ჯორჯ ბუშს თვალებში რო ჩახედა პუტინს და ნუ ჭირდებოდათ ამერიკელებს მაშინაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა ამ მომების ფონზე და ჩვენ გვახსოვს ხო ცენტრალურ აზიაშიც და რუსეთის დახმარებითაც ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად სამხედრო ურთიერთობების გადაზიდვა ხდებოდა და მაშინ პირდაპირ მონაწილეობდნენ თუმცა მიუხედავად ამისა რუსეთისგან იყო ეს პრეტენზიები ფერად რევოლუციებზე და რაც მე საერთოდ წამყვანი ერთ-ერთი ნარატივი გახდება ცოტა მოგვიანებით უკრაინის მოვლენები, მაგრამ ეს ჯერ კიდე არ არის ესეთი მყარი რუსეთი, რომ რაღაც ამ მოვლენებს რაღაც ისე აქტიურად შეებრძოლოს, ხო? ანუ პირველი აკორდი არის ფაქტობრივად აი ამ გადახედვის 2008 წელი, როდესაც ბუქარესტის სამიტის მალევე გადაწყვეტილების მერე მალევე ფაქტობრივად ივლისში წვნების მერე ჯარი აღარ ბრუნდება, აღარ შედის ყაზარმებში და ნუ აგვისტოში უკვე იწყება ეს
ცნობილი მოვლენები მოდი ესე ვიტყვი, რომელსაც ჩვენ ყველამ ჩვენ თავზე ვიწვნიეთ. და ნუ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ იყო როგორი, რომ ნუ აი რაღაც იქ ზოგი სააკაშვილს აბრალებდა ზოგი ისე ზოგი ასე და ნუ საბოლოო ჯამში რუსეთის მხარე უფრო დაიჭირა ყველამ. რეალობაში ტალამინის დასკვნაც აქეთკენ არის და საერთო ჯამში არავინ ნუ ჩათვალა რომ ნუ ეს არაფერი ისეთი არ ხდება. მე არის გადავახტები გარკვეულ მოვლენებს, მე არის თქვა ხო იგივე რუსეთის ხაზი რომ გავაგზავნოთ უკვე უკრაინის ანექსია 14-ში და მე ნუ ეს გრძელდება და მიდივარ საბოლოო ჯამში 2022 წლამდე. მაგრამ ამას კი სანამ დაუბრუნდები მე ვთვლი რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, ეს არის სირიაში მოვლენები. როდესაც აი არაბული გაზაფხულის მერე მთელი რეგიონი მოირღვა ფაქტობრივად, ამას ეხაც ედავებიან თქვენ ჩვენში ჩინელები. პირდაპირ სხვადასხვა გამოსვლებში რომ აი ეს რაღაც ამერიკული ეს გარკვეული ინტერპრეტაცია მხავარდოვანი ლეოციების ხარდაჭერის რომ ჩინელები ცოტა სხვა ვორდინგით დავარქვათ ამას იყენებენ ხოლმე საერთაშორისო რიტორიკაში სხვადასხვა ფორმით და ნუ მე წამიკითხავს და მომისმენია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჩინელების რომ აი ამაბრალებენ რომ აი ამას დასავლეთით მხარდაჭერილი ეს არაბული გაზაფხულის შედეგი იყო რომ მოირღვა რაღაცა ეს აქამდე სტაბილური რეგიონალური სტაბილურობა გაჩნდა ეს ტერორისტული მე აი ISIS აღზევოდ ასშენ რატო არის მნიშვნელოვანი და რატო ვცდილობ ეს მოვლენები გავიხსენო იმიტომ რომ როგორც თქვი ამ საერთაშორისო წესრიგს ლიბერალურ ასეთ დემოკრატიულ ქვია პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობებს ჭირდება მცველი რა არა მარტო იმ გაგებით რომელიც ინტერესებს ატარებს თავისას ამ ყველაფრის მიხედვით მის ინტერესები ეს გლობალური ვაჭრობა და მის დაშვება ყველაფერზე და ასე არამედ ამ წესრიგს უნდა პატრონი რომელიც გარკვეული ასე ვთქვათ პოლიციურ როლში ასრულებს სოფლიო პოლიციის როლი ხო და ნუ ამას ასრულებდა ამერიკის შეერთებული შტატები ავა თუ კარგად ბევრ შემთხვევაში ძალიან დიდი შეცდომებითაც და ასე შემდეგ ბევრი საკამათო მომენტი იყო მარტო კოსოვოს მაგალითად ჩვენ მაშინაც ვთვლით ეხლა ვთვლით რომ კოსოვოს кейსი იყო შეიძლება ითქვას შეცდომა ბევრი ამბობს რომ კი განსხვავებული ის იყო სპეციფიკური ის მაგრამ საქართველოს თავისი გაეროს გადაწყვეტილებებში თქვენ თავისი პოზიცია დააფიქსირა და ჩვენ დღემდე ისე ვართ ხო? მაყურებელმა რო იცოდეს კოსოვოსზე ცოტა მეტყობით რომ რატო იყო შეცდომა და ჩვენზე როგორ აისახა ხო, ტერიტორიული მთლიანობის ასე ვთქვათ გადახედვის ედავებოდნენ რომ ამ კოსოვოს დამოუკიდებლობის მიდიჭებით, ასე ვთქვათ სერბეთიდან ამის გამოყოფით მოხდა დარღვევა საერთაშორისო სამართლის და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა მოხდა და რუსეთს ჰქონდა ეს ასე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი მაშინდელი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის რომ ამერიკა ორმაგი სტანდარტით უდგება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და მე ეს რიტორიკაში დაბრუნა კიდევაც საქართველოსში 2008 წლის ომის მერე რუსეთმა თქვა რომ აი პრეცედენტად გამოიყენა პრაქტიკულად ამას რატო ვიძახი რომ სხვა რაკურსით მინდოდა ამაზე საუბარი ეს გარკვეულწილად რაღაცა ესეთი ფრაზა arsenal of democracy ხშირად ვხმარობ ხოლმე მიყვარს მეორე სოფლიო ომის დროინდელი ის არის ფრაზა მაგრამ ანუ ბოროტების ღერძის წინააღმდეგ გულისხმობდა მაშინ ეს სხვა მაგრამ ეს რას გულისხმობს რომ ასეთ წესრიგს ასეთ იმას უნდა ძალა რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფს და ზურგს უმაგრებს სირიაში გარკვეული მოვლენების განვითარების მე ძალიან კარგი მახსოვს დაახლოებით 2013 წელი იყო როდესაც ბარაკ ობამა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე თქვა რომ წითელი ხაზი იქნებოდა რომელსაც აუცილებლად რეაგირება მოყვებოდა მაგრამ მოხდა გამოყენება მოხდა გარკვეული კიდევ არამედ მძიმე შემთხვევა და ამერიკის რეაგირება იყო ძალიან სუსტი ან ფაქტობრივად არ იყო ის არანაირი წითელი ხაზი არ აღმოჩნდა და ეს მე ვთვლი ერთ-ერთი პივოტალური მომენტი იყო გამსაზღვრელი როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა 2014 წლისთვის მასადის რეჟიმის ხარდაჭერა შემოსვლა რეგიონში იმიტომ რომ ეს ვინ წითელ ხაზებს ადგენს აღმოჩნდა რომ იმას ბოლომდე ვერ იცავს და ეს არის უკრაინის და ყირიმის მოვლენებისთან ერთად რუსეთის გლობალურ ავანსირების დაბრუნების ალბათ აი ყველაზე აქტიური ეტაპი რა რომელიც თქვას რომ აი ჩვენ უკვე ვხვდებით გლობალური მასშტაბის გარკვეული ისე ბრძალა რომელიც ვერევით უკვე აი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ახლო აღმოსავლეთში ყირიმის ანექსია მოახდინე ასე შუა და ამასაც ფაქტობრივად მეტწილად ასე თუ ისე დასავლეთი ეგუება იმიტომ რომ ჩვენ ის სანქციები რო გავიხსენოთ რაც ყირიმის მე რუსეთს დაუწეს ანუ არაფერი სასაცილო გამოდის იმიტომ რომ არანაირი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე არ მოხდენია მეცაც გეტყვით ეხანდელი მდგომარეობითაც კი მიუხედავთ იმისა რომ
ტოპ-10-შიც არ არის, მე მგონი მე-11 ადგილზეა რუსეთი თავის ეკონომიკის მუშაკის მოცულობით, მაგრამ სყიდულ უნარიანობის ის ინდექსი რაც არის, ხო, 4-ში მაინც მის ეკონომიკის ასე თქვა. აი ამ პარამეტრით მდგომარეობა და მაშინ ხო კიდევ უფრო ანუ რეალური შედეგი რუსეთის უნდა ამ მხრივ არ დადგა. ესეც უკვე დაშვება არის იმისი, რომ საერთაშორისო წესრიგი თუ საერთაშორისო სამართალი თუ წითელი ხაზების პატრონი არ ყავს. მოდის. არ არის ამერიკა მზად რომ ის წითელი ხაზები დაიცვას. ისევ დაიცვას, ამას გადატვირთვის ნობელი მოვლენები გვახსოვს ხო 2009 წელს წითელ ღილაკზე დაჭერა ამერიკა-რუსული ურთიერთობების. ევროპა არის მდგომარეობაში, როდესაც განსაკუთრებით მერკელის კანცლერობის პერიოდში, როდესაც ეს გერმანული და ევროპული ეკონომიკის ბუმი და ესენისი ასე თქვა ძალიან ხელშემწყობი გარემოებები ძირითადად მიიღწევა გერმანიის შემთხვევაში იმით, რომ ის ზის იაფ რუსულ იმაზე რა ქვია ენერგომატარებლებზე და ეს აძლევს მის წარმოებას ასე თქვა ძალიან კომფორტულ გარემოს განვითარების საშუალებას და სხვა ასე თქვა დადებითი ფაქტორებიც არის ამ მომენტში ხდება თქვა ატომური ენერგიაზე უარყოფა. ეხლა რატო თვლი ამ ყველაფერს რომ აღმოჩნდა რომ დღეს ეს ყველაფერი ხელახლა ძალიან წინ დახვდოთ და ამიტომ ვცდილობ ეს რაღაცები გავიხსენო სანამ ჩინეთამდე მივალთ რა და რეალურად აი ამ მაგერ ეხლა მაკრონის 2 დღისიანდელი განცხადება რომ გავიხსენოთ პირდაპირ ეთქო რომ ჩვენ გვინდოდა მშვიდობიანი ისეთი რუსეთი რომელიც ჩვენ საშუალებას მოგწონდა ეკონომიკური აყვავების ესე რომ თქვა. ანუ ზუსტად ეს პრინციპი იგულისხმებოდა. პრაქტიკულად იგივე უნდათ რუსეთისგან რაც ამერიკას უნდა და მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპის. ხო, აი დაახლოებით, მაგრამ არ გამოდის რა, არ გამოდის და ამას არ გამოდის დავიმახსოვროთ ერთ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩინეთის მსოფლმხედველობაში ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. აი რა ალტერნატივას თავაზობენ ისინი საერთაშორისო წესრიგის. აი ამ ყველაფრის ფონზე ბოლო აკორდი, ანუ ვლადიმერ პუტინის ფაქტობრივად მსოფლმხედველობაში რუსეთის გაგებით ახლოს ამიზობს აი ამ იმპერიული მსოფლმხედველობის იყო რომ რა თქმა უნდა უკრაინაში შეჭრა, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთი რუსული კონცეფცია, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ხო? რა მიდგომითაც არ უნდა იყოს ასე თქვათ გამორჩეული, სადაც უკრაინას არ აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ უკრაინის გარშე არც ერთი რუსული პროექტი არ გამოდის მათ ხედვებში, პრინციპში ესე არის, იმიტომ რომ სუბთა გეოპოლიტიკურ პრიზმაში რო შევხედოთ, ასე თქვათ, რუსეთის ცენტრიზმი ამ რეგიონში გულისხმობს მის გაფართოებას ამდენი მიმართულებით, ხო და აღმოსავლეთ მიმართულება ეს არის ბუნებრივად ძალიან რთული კლიმატური რეგიონი, სადაც ის არის, იქ არაფერი ისეთი არ ხდება. ბუფერია პრაქტიკულად ავტომატურად. ბუფერია. მიუხედავად იმისა, ხა ჩინეთი იქ როგორ არის წარმოდგენილი ეს აღმოსავლეთ ციმბირი, ეს არ არის ეს არ არის ექსპანსიის არეალი, მოდი ესე ვთქვათ რა. ეს არ არის ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ის გულისხმობს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის სამხრეთ ცენტრალური აზიის მიმართულება და რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ ევროპის მიმართულება. აქედან ბუნებრივია, რომ კულტურული და ისტორიული მნიშვნელობისას უკრაინა, ხო, არის, ნუ ახლა სლავური სამყაროს პანელდენ თქვას ფუძემდებელი დღევანდელი გაგებით რაც. ამიტომ ყველა ნიშნით უკრაინა რაღაც საკრაულ მნიშვნელობასაც ატარებს რუსეთისთვის და ახლა პუტინის ლექციებს აღარ გავიხსენებ, არ ჩავი დეტალებში, რომ რამდენად ხსნიდა ხანურ სახელმწიფო საერთოდ არ უნდა იყოს, რა იყო, როგორ იყო, ანუ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უბრალოდ, რომ ეს თან ისეთი მნიშვნელოვანი ის არის. აი ამ ომის დაწყებით ფაქტობრივად დაიწყო საერთაშორისო წესრიგის საბოლოო მოდეს თქვა ტრანსფორმაციის ცდელობა, იმიტომ რომ ნუ ცალსახა ესეთი შიშველი აგრესია, რომელიც დაუშვებელია ნებისმიერი საერთაშორისო მითხრა, ნუ აი ეს ნაბიჯი გადაიდგა და რა გადაიდგა რატო? მაგრამ აი ამ პერიოდში ეს სახელმწიფოები, რომელიც ჩამოყალიბდა რუსეთთან ერთად, ხო ეს რა თქმა უნდა არის ჩინეთი, მაგრამ სანამ ჩინეთს ბევრს მე ვისაუბრეთ, მანამდე მინდა სხვებიც ვახსენო, ხო? ამ ამერიკის შეერთებული შტატების ამ ორი ომის შედეგად შეიქმნა ძალაუფლების ძალიან დიდი ვაკუუმი. იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ომის მიზანი რა არის, რომ არსებული რაღაცა მშვიდობა სამხედრო ძალის გამოყენებით მოახდინოს მისი ტრანსფორმირება მისთვის უფრო სასურველ მშვიდობად. თუ რაღაცა არ მოგწონს, რატო იყენებ უკიდურეს ფორმას სამხედრო აგრესიას, ხო? იმიტომ რომ შენი ინტერესების თუ რაღაც სასურველი მიზნების მიღწევა სხვა ხერხებით ვერ ახერხებ. ამიტომ იწყება ეს რაღაცა დიდი საფრთხე ან არ აქვს ამას მნიშვნელობა, ხო? ორივე ომმა დატოვა სტრატეგიული ბუნდოვანება, აღმოჩნდა რომ იქ არც დემოკრატიის გავრცელება ესე დამყარება მარტივი არ არის არც ერაყში, არც ავღანეთში, ხო საერთოდ, ხო და ჩვენ ვიცით რომ 2 ტრილიონზე მეტი ჯამში 3 ტრილიონამდე ამ ომებში დახარჯული, აქედან 1.6 დაახლოებით ავღანეთზე მოდის. და რა? აი დღეს ავღანეთში რო თქვით რა?
20 წელი ამდენი ენერგია, ამდენი სახსრები, ამდენი ადამიანების სიცოცხლე, მათ შორის ჩვენიც ეს ყველაფერი. მაგრამ სტრატეგიული სურათი დადგა ის, რომ ამოყირავდა ძალაუფლების ასე ვთქვათ, ანატომია ამ რეგიონში და იგივე ერაყის შემთხვევაში გაძლიერდა შიიტური ფლანგი. მოგეხსენებათ ერაყში იყო ეს სადამის გაბატონებული უმცირესობა იყო ფაქტობრივად უმრავლესობაზე რელიგიური თვალსაზრისით ვიძახი და იქ შიგნის სიტუაციის და ირანმა დაიწყო ეს თავისი პროქსი ინტერესის გატარება ჯგუფებით ძალიან აქტიურად აი მომავალშიც ისრაელის წინააღმდეგ თქვათ ლიბანშიც და ასე შემდეგ იქ სამხრეთი იემენი და ეს ალავიტები და ნუ აი ყველგან ასე თქვათ გააქტიურდა მთლიანად სპარსეთის ყურის რეგიონში ეს ვთქვათ. ეს ზუსტად გამოიწვია რამ რომ სადამ ხუსეინის ესე პირველი ომისგან განსხვავებით, პირველი სპარსეთის ომის განსხვავებით, აი ესეთი ძალაუფლების ცვლილება რა ახალს როცა არაფერს არ ქმნის, ტკიცეს იწვევს ამ ვაკუუმს ამ ძალაუფლების და მე ბუნების კანონი არათუ საერთაშორისო ურთიერთობების რომ რა ვიცი ნებისმიერმა ცხონმა რომ ისი არეალი დატოვოს ის აუცილებლად ჩანაცვლდება. და იგივე არ უყურს დიდი ხანი არჩევდა. აფეთქება ვნახეთ ISIS-ის ხო რამ ხელაძალის ხმაო დაჭერდა ამ ყველაფერს დაეშის მოდი ქართულად ეს უფრო სწორი. კი ბატონო. რა ქვია აღზევება. და ამ ყველაფრის ფონზე რა, ანუ ესეთი ირანი ყალიბდება იქ ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთია, რუსეთია და ფაქტობრივად არის ღერძი იწყებს ჩამოყალიბებას, რობილად რო ვთქვათ, არადემოკრატიული ქვეყნების, რომელიც იწყებს აი გლობალურად დასავლეთ და დემოკრატიულ სამყაროზე ზეწოლას. ეხა აღარ ჩაურუმავდით იმ მასობრივ ვთქვათ დეზინფორმაციულ რაღაცა კამპანიებზე და სხვა ჰიბრიდულ მეთოდებზე, რასაც რუსეთი მუდმივად იყენებს ამ წლების განმავლობაში დასავლური ერთიანობის წინააღმდეგ დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციისთვის ყველგან როგორც ევროპაში ხა საქართველოსაც საუბარი აღარ მაქვს ხო თავი დავანებოთ საქართველოს მოვლენებს ზოგადად ყველგან და ამას დღემდე უყურებთ რუმინეთია თუ აი ნუ რაც ხდება ანუ ეს არის ერთ-ერთი მისი მთავარი ეფექტური ინსტრუმენტი ინტერესების რეალიზაციის ანუ რეალურად სამყარო შედის ტრანსფორმაციის ეპოქაში სადაც რამდენიმე სახელმწიფოს გამოისობით ანუ თქვა რჩება სახელმწიფოების ჯგუფი რომელიც ამ ამერიკული ძალით დამყარებული საერთაშორისო წესრიგით უკმაყოფილოა და უნდა ამ წესრიგში თავისი როლის გადახედვა. რაც გულისხმობს, რომ მათ ინტერესების რეალიზაციისთვის მეტი თავისუფლება მიეცეთ. და რა ბუნებრივია ლოკომოტივი ამ ყველაფრის არის ჩინეთი. და ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ, თქვათ უკრაინაში როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, ბუნებრივია რომ ეს ძალიან ნიშნულოვანი ცვლილებების მომტანი იქნება უკვე არის პროცესში რაც ხდება. არ ვიცი შენ ახლა რა შეკითხვები გექნება თუ გინდა მე ეს შეკითხვების არ ნელ-ნელა გადავიდეთ ამ თემაზე უბრალოდ სხვა თემებზე თქვა ძალიან ახლა ამერიკის ამბავი და ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის მერე ძალიან გააქტიურდა. ახლა მე ვიყავ ერთ-ერთი პირველი მე მგონი აქ ვინც ბოლო ორი თვე განსაკუთრებით აქტიურად ველოდებოდი ამერიკის პრორუსულ გადახრას ესე ხო პირდაპირ მეწერა მე წერუებში და ცალკე სტატიას მიუძღვენი. გეოპოლიტიკური ხედვიდან გამომდინარე თუ ამბობ რომ ჩინეთი შენი მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეა უნდა შეეცადა რომ მის მოკავშირეებში გარკვეული უთანხმოება ჩამოაგდოს ტანდემი რუსულ-ჩინური რაც ჩამოყალიბდა შეიძლება ძალიან ბედნიერი არ იყოს მოსკოვი ამით. ისე რუსების რო ავიღოთ უფრო ჩინურ-რუსული ვიდრე რუსულ-ჩინური. ხო რა თქმა უნდა ხო ეს უმცროსი ის არის. ამერიკამ ფაქტობრივად დაიწყო იგივე სკეთება რაც არაერთხელ უქნია რა რუსეთის გადარჩენა უფრო მეტი მისთვის მისი გადმოსახება ბუნდოვანებისა თუ ბოროტების არ მიღების გამო. რამდენად სწორია ახლა რა შედეგები მოყვა ამ ეს კიდე ცალკე ამბავია მაგრამ ნუ ეს იყო ძალიან მოსალოდნელი შემისავალი უბრალოდ მე არ ველოდებოდი ასეთი დონის რადიკალურ რიტორიკას მიუხედავად იმისა რომ ის ნეოკონსერვატიული იდეოლოგია რომელიც თან მოყვება ტრამპის ამ მეორე ადმინისტრაციაში გარკვეულ ასეთ რადიკალიზმს გულისხმობდა და თვითონ შიდა პოლიტიკაში ნუ ახლა ხო უყურეთ რა მოვლენებიც ხდება ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს დგამენ მაგრამ მე ფიქრობდი რომ რაღაც თქვა გარკვეული უკრაინული ინტერესების ხარჯზე უფრო ხავერდოვანი ფორმულა იქნებოდა რუსეთთან უკრაინულისას და ამერიკის ინტერესებიც არის იმიტომ რომ ამერიკის სოფხედულობა უნდა გადაყვეს ამ ცვლილებებს რა ცვლილებებსაც ტრამპი ამიტომ ველოდებოდი რომ ასეთ ევროპასაც ასე რადიკალურად არ მიუძღვებოდა თუმცა როგორც ჩანს ამ ჯგუფის ამ ადამიანების მიმართ კიდევ უფრო რადიკალური არის ეს ცალკე საუბრის თემაა თუ დრო დაგჭირება შეგვიძლია მეუბრუნდეთ მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის რომ ამერიკის პოლიტიკის შედეგად მათ შორის 2001 წელს ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებით და ასე შემდეგ იწყება ჩინური ეკონომიკური აღზევება ბუმი რომელიც ფაქტობრივად
დასავლურ ინდუსტრიალიზმს ანაცვლებს, იაფი მუშახელის გამო და ასე შემდეგ. არ მოხდარა ეს ყველაფერი არა მარტო დასავლური ინვესტიციების და კაპიტალის და ტექნოლოგიების შეტანის გამო, არამედ იმ აქტიურ, ასე ვთქვათ, შპიონაჟური ძალისხმევების ეკონომიკური შპიონაჟი გულისხმობ ჩინეთის მხრიდან და რომელიც აქტიურად იყენებდა. საერთო ჯამში ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური სისტემა, სახელმწიფო, რომელმაც იმდენად ძლიერ ეკონომიკური პარამეტრებს მიაღწია, იმდენად გაძლიერდა, რომ მისი ამბიციები უკვე სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური უკვე ხდება პლანეტარული მასშტაბის. და სადღაც 2010-იანი წლების შუიდან ის უკვე აქტიურად კონცეპტუალურ დონეზე იწყებს ამების ჩამოყალიბებას და ინსტრუმენტების შექმნას უკვე მისი ინტერესების რეალიზაციაში ასეთ სამყაროში, სადაც უკვე შეირყა, ასე თქვა, მდგრადობა არსებული სისტემის და ეს ჩდება პირველი ასეთი გლობალური ინიციატივა, ერთი გზისა და სარტყელის ინიციატივა და მე ამას მოყვება სხვები, თქვა გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. სანამ ამ დეტალებზე გადავალთ, მე მაინტერესებს ასევე ჩვენ ვისაუბრეთ ეგრეთ წოდებულ პაქს ამერიკანაზე, ანუ ამერიკულ მშვიდობაზე, ვისაუბრეთ რუსეთის მსოფლმხედველობაზე. ჩინეთი როგორ ხედავს სამყაროს? როგორი უნდა იყოს სამყარო ჩინეთის თვალსაზრისით? აი, ზუსტად ეგ არის. კი ბატონო, ესეთი ერთი რაღაცა დიდი დოკუმენტები რო ქონდეს, რაც გაგვიმარტივებდა მაგალითად უსაფრთხოების თვალსაზრისით, საერთაშორისო ურთიერთობების გაგების თვალსაზრისით ჩინეთის ხედოს, ესე წარმოდგენილი არ არის მაგალითად რუსეთის შემთხვევაში ეს ინსტიტუციური ტრადიციული მიდგომაა, რომ თქო სტრატეგიული დოკუმენტების განახლება ჩვენთვის გასაგები და უფრო ახლობელი ჩინეთშიც არის, მაგრამ უფრო სხვა ტიპის არა, აი ყველაფერიდან განსხვავებული დოკუმენტებს იღებენ, საიდანაც რაღაცეები უნდა ამოკრიფო. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში აკადემიური ლიტერატურით მათი ოფიციალური პირები, საგარეო საქმეთა მინისტრების, სახალხო კონგრესის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების და ეს მსგავსი ადამიანების გამოსვლა საერთაშორისო ტრიბუნებზე, როგორც არის სხვადასხვა იგივე მუნხენის კონფერენცია, სხვადასხვა კონფერენციების ყრილობები პარტიული, რომელიც შენახსენენ და ამ შემდეგ, რომელიც სხვადასხვა თემაზე იყო ფოკუსირებული, აქცენტირებული ხოლმე. გვიყალიბებს ან წარმოდგენას პირდაპირ მე არ ვიცი ჩვენს მენას თუ დაინტერესებს ასეთი ნაშრომი გასულ ზაფხულს დავწერე, რომელიც საწქვიას საერთაშორისო წესრიგის ტრანსფორმაცია და კანონის მოწყობილი გავლენის შესახებ რაღაც ესეთი სახელი სოციალური სამართლიანობის ცენზურებს. იქ მაგ ძალიან დეტალურად ციტირების დონეზე ჩინელების განცხადებები ახსნილი. ამიტომ მინდა ვახსენო, რომ თუ ასე ვთქვათ მოიძიებენ. კი ბატონო, ჩვენ დავდებთ ლინკს კომენტარებში. კი ბატონო, იმიტომ რომ მაგ აი დეტალურად ფრაზეოლოგიის დონეზე ვთქვათ წყაროებით რას საუბრობდნენ. ისინი ჩინური ხედვა არ არის რადიკალური ტრანსფორმაციის ხედვა. ეს არის საინტერესო განსხვავებით რუსეთისგან ამ მომენტში მათ შორის. ანუ რაც გულისხმობს, ჩინეთი ამბობს, რომ ცივილიზაციები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. რომ ყველგან შენ დემოკრატიას ვერ მიიტან იმ გაგებით, როგორც შენ გესმის. ეს არის ამერიკის მიმართ, ასე ვთქვათ, მისი დამოკიდებულება, ხო? ის ამბობს, რომ დღევანდელი საერთაშორისო წესრიგი, ანუ ნორმატიული წესრიგის გულისხმობ, ხო? ხელშეკრულების არის მისაღები ეს იძლევა ფართო განვითარების, ასე ვთქვათ, საშუალებებს სახელმწიფოებისთვის, ოღონდ უნდა იყოს სწორედ გამოყენებული და გარკვეული კორექცია მასში არის საჭირო. ეს კორექციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რასაც ისინი მუდმივად ხაზს უსვამენ, ეს არის, რომ ადამიანების უფლებების ეს უნივერსალური პრინციპი, რაც ლიბერალურ დემოკრატიულ საერთაშორისო წესრიგს უდგას, ხო, საერთაშორისო ინსტიტუტები მილიონი ინდექსი სხვადასხვა ადამიანური უფლებების სხვადასხვა კუთხით დაცვის, ხო, ჩაშლილად და აბა ინსტიტუტები და აბა სხვადასხვა ისინი, რომელიც ამ ყველაფერს არეგულირებენ. არის და უნივერსალური იყო ამერიკულ ხედვაში. ჩინეთი ამბობს რას, რომ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ცივილიზაციები და პოლიტიკური სისტემები ამ ცივილიზაციური სხვაობის გამო შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. და რომ ადამიანების უფლებები დეტერმინებული უნდა იყოს სახელმწიფოების მიერ. თავიანთ სახელმწიფოებში და არა გლობალური ინსტიტუტების მიერ. ანუ მე ჩინეთი მე ვიცი ჩემთვის სტანდარტი ადამიანის უფლებების რა არის. სხვა სახელმწიფო თავისას მიხედოს და ასე შემდეგ. ეს არის სახიფათო, ეს არის ნაღმი. დანაღმული ველი არის. რატო ხო? იმიტომ რომ ეხა რუსეთშიც, ირანშიც, იმ ღერძზე რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში, ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ხო? ადამიანის უფლებებს ასეთი დისკრეცია თუ მიეცა ეროვნულ, ასე ვთქვათ, ელემენტს ხო შეგინი, რომელიც არ იქნება ჰარმონიაში საერთაშორისო კონვენციებთან, სამართალთან და ასე შემდეგ, ხო, არის ძალიან სახიფათო. დღესაც ჩვენ საქართველოში რასაც უყურებთ, ხო, რას ვხედავთ, რომ
სახელმწიფო იღებს ძალიან ასე ვთქვათ თავის თავზე სულ უფრო ყვეთ რეპრესიულ შემზღუდავებს, რა ქვია, კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს სწორედ ადამიანების უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის შეკრების, განადგილებ პროტესტს და ასე შემდეგ. აი ეს არის ერთ-ერთი თავარი ძირითადი ხაზი, რასაც ჩინეთი მუდმივად ხაზს უსვავს. თან იმ გასაგებია რატომაც, ხო იქ არის ტიბეტის პრობლემა, ისტორიული იუღურების პრობლემა აქ, რა ქვია, დასავლეთ ჩინეთში, ანუ ეს არის მუსულმანებით დასახლებული ტერიტორია, რომელსაც როგორც ამბობენ, უმწვავესი ადამიანის უფლებების დარღვევისის ხდება, ხო? ეს ასევე ალტერნატივას აჩენს საერთაშორისო დონეზე, რომ ამერიკა როდესაც გთხოვს დემოკრატიას, ადამიანის უფლებების გეუბნება, როგორიც ხარიყავი, თავარია ჩვენ ეკონომიკა. ხო, ეხლა არის თავარი. თავარი არის, რომ ჩვენ ეკონომიკა, განვითარება, ტექნოლოგიები, ნებისმიერ ადამიანური საერთო გლობალური გამოწვევებიც კი კრიზისები ერთად გადავწყვიტოთ ხაც ყველა და მეც გვერდში გიდგავართ და დიდი კონტრიბუტორი ვიქნები. ხა გასაგენ ენაზე გადმოვაქვს, მაგრამ აბსოლუტურად ესეთი კი მაგრამ არის ერთი-ორი სფერო, სადაც ჩვენ ვამბობთ, ეს შენი საქმე, ეს ჩემი საქმეა. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ერთ-ერთი განსხვავება, ხო, ეს არ არის ლიბერალური ხედვა. საერთოდ ადამიანს არ აყენებს აი ამ თვალსაზრისით ცენტრში სახელმწიფოს და უსაფრთხოების გაგების კონცეპტუალურად ცენტრში არ დგას. აქ უფრო წინათ პლანზე გამოდის სახელმწიფო, იმიტომ რომ ჩვენ თანამედროვე, როდესაც უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, არ ვსაუბრობთ როგორც სახელმწიფოს მარტო გარე საფრთხეების, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის უსაფრთხოებაზე ამ სახელმწიფოში, მის უფლებების დაცვაზე, თავისუფლებებზე, რა ვიცი, სურსათის, კლიმატის, ყველაფრის უსაფრთხოებაზე, საერთო ჯამში ვამბობთ, რომ ეს სახელმწიფო არის უსაფრთხო ან ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტები აქ. ბუნებრივია ხა. რა ქვია, ირანზე შეიძლება ამ ძველი ახალი გაგებით ვერ იტყვი, ხო, რომ ხა ადამიანის უფლებები იქ როგორ მაგალითისთვის ვამ. მაგრამ ერთ სახელმწიფო ვერ წარმომიდგენია, ერთი-ორი მსურველის გარდა ალბათ, რომელიც დაემუქრება უშუალოდ, თქვა, საგარეო აგრესიის და ასე შემდეგ. ანუ ძველი პარამეტრით მე-20 საუკუნის დასაწყისში გაბატონებული ხედვით უსაფრთხოებაში რაც აი დეფინიცია პირდაპირ იყო ესეთი, რომ სახელმწიფოს უნარი აირიდოს საგარეო აგრესია ან ასეთი აგრესიის შემთხვევაში ქონდეს გამარჯვების უნარი რა. დაახლოებით ესეთი გაგება იყო დიდხანს და გასაგები ეს არის მეორე მსოფლიო ომის და პირველი მსოფლიო ომის ეკო. დიდი ომების ეკო და პირველ პლანზე ეს ფიზიკური სამხედრო უსაფრთხოების საკითხი, მაგრამ თანამედროვე სამყარო კიდევ ერთხელ ხო ეს დემოკრატიული ლიბერალური ღირებულებები არის უკვე ადამიანზე კონცენტრირებული პიროვნებაზე, ხო პიროვნების თავისუფლებიდან ამოდის ეს ლიბერალიზმი საერთოდ ისტორიული ხედვა ადამიანის ამ თვითგამორკვევას ეფუძნება რა. აი ამას უპირისპირდება ამ გაგებით. და ქმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს იმ თვალსაზრისით, რომ უკვე საზოგადოება ხდება მის ძირითადი მებრძოლი, რომელიც უნდა დაიცვას ასეთ სოფლიოში, თუ მას უნდა რომ დემოკრატიული და თავისუფალი იყოს. იმიტომ რომ ის ასეთ რეალობაში შეიძლება მარტო დარჩეს. ანუ არ აღმოჩნდება გარე ძალა, გარე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ თავისუფლებისთვის მებრძოლ საზოგადოებას დაგიცავს და ამის საფრთხეს ეხლა უყურებთ ჩვენ ზუსტად ძალიან მკვეთრად ჩანს ეს, ხო? შევჩერები ვართ ამ სანქციების და მიუხედავად აი ხაც დღესაც აი სანამ ამ პოდკასტს ჩავწერეთ, თავარი ერთ-ერთი სადებატო სოციალურ ქსელში ეს საკითხი იყო, რა სიზამს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში. რომ თუ თქვა დღევანდელ სიტუაციაში რაღაცა სანქციების რეჟიმის შემსუბუქთან და რაღაცა ეს ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას. ხო, ესეთი რაღაცა მოსაზრება. აი ზუსტად აი ამ თვალსაზრისით ჩინეთი ერთის ხრივ აი გაეროში განსაკუთრებით და უკვე არსებული საერთაშორისო ინსტიტუტებში ძალიან აქტიურად მოქმედებს მისი პროექტები იგივე გზისა და სარტყელის ეგიდით პროექტები ძალიან აქტიურად ხორციელდება გაეროს ფორმატებში, ქვე ინსტიტუტებში, ქვე პროგრამებში, ჩინური დაფინანსებით, ჩინური ინტერესის გათვალისწინებით და ის ძალიან კარგად მოახერხა ასე ჩინეთმა ამ ინსტიტუტებში პენეტრაცია იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ საკონძო თანამდებობაზე ჩინელები არიან წარმოდგენილი და ნუ ძალიან აქტიურად ცდილობენ განსაკუთრებით განვითარებად სამყაროში აი ამ ინსტრუმენტების გამოყენებით მისი თუნდაც გავლენის გავრცელებას როგორც ლათინურ ამერიკაში, ისე განსაკუთრებით აფრიკაში და ნუ სხვაგანაც ეხა უშუალოდ პრაქტიკულად ძირითადი მიმართულებები მე რასაც ხვდები ლათინური ამერიკა და აფრიკა ვახსენეთ არის ქვეყნები რომელსაც არ აქვს მაინდამაინც დიდი ნდობა ამერიკის მიმართ და რომელიც ასევე საბჭოთა კავშირთან რაღაცა ტიპის თამაში და კომუნიკაციაში იყვნენ სანამ დაიშლებოდნენ კოლონიალური ქვეყნები ხო სანამ დაიშლებოდნენ ეხლა თან წარმოიდგინეთ აფრიკის
ძალიან მზარდი რეგიონი არის, როგორც უნდეს, ყველა პროგნოზის ექნება თავარი სამომხმარებლო ბაზარი მალე. წელსაც უკვე მისი ეკონომიკურის და ჯამური ასტრებს ყოველ თანაჩენ სოფლიოს ერთად აღებულს. ჩვენ ძალიან საქართველოში ძალიან ისე უყურებთ აფრიკას, ხო? რაღაც სტერეოტიპულად. ძალიან გასაგებია. რო ისიც რო ეს რამდენიმე ქვეყნის ხარჯი ხდება აფრიკაში, რომელიც სამთაყვანი ლოკომოტივი, მაგრამ უკვე ბევრი საკმაოდ რაოდენობის success-ს თქვა სტორებიც არის მოზამბიკის და რაღაც სხვა ტანზანია, რაღაც სხვა სახელმწიფოებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დააქვთ ეკონომიკური და ამის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის ჩინეთი, როგორც ნედლეური სასაღებრო წიაღისეულის მოპოვების თვალსაზრისით, ასევე მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტები აფრიკაში ყველა დიდი ნაწილი აბსოლუტურად არის აფრიკული, ეს არის რკინიგზები, სხვადასხვა პორტები, ასე შემდეგ, ნუ ჯიბუტიში პორტი, აი ჯიბუტის кейსი არის, არ ვიცი მე თუ გინდა ცალკე ვისაუბროთ, გალკვეულ უფრო რისკებზე დეტალურად, აი მისი რისკებზე კითხვა ნამდვილად. ხო, და მაშინ მან ვისაუბროთ ამ კონკრეტულ პრობლემურ кейსებზე ურთიერთობის ჩინეთთან. მაგრამ აი კიდევ ერთხელ მათი ცივილიზაციური ხედვა წარმოვადგინოთ ჩამოთვალოთ ეს ინიციატივები, ხო? ერთი სარტყელი და ერთი გზა ეს არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურის სავაჭრო ინიციატივა, რომელიც მიუყვება გეოპოლიტიკურად აი ესე გარკვეულად ხმელეთს პირველ რიგში. ჩინეთიდან ევროპისკენ, აი ესე რომ წამოყვეთ გეოგრაფიულად, ამას აქვს გარკვეული საზღვაო ინიციატივაც, ის ცდილობს პორტებით მიყვეს გარკვეულწილად, სადაც ამის საშუალება მიეცა, თქვა ეხა ირანში ქონა ერთ-ერთი ბოლო შეთანხმება პორტის ათვისებაზე, მანამდე იყო პაკისტანში, შრი-ლანკაში. ასე რომ, აი გარკვეული ამ გეოპოლიტიკური ბლოკადიდან, რომელიც ზღვაზე აქვს, იმ თვალსაზრისით, რომ სარტყელშია მოქცეული მაინც აი პროამერიკული ძალების და ინფრასტრუქტურის საზღვაო თვალსაზრისით, და ტაივანის საკითხია, ხო? ეს ყველაფერი ამერიკულ ზურგზე დგას, იქ ფილიპინები, რომელიც ძალიან ახლოს არის. ურთიერთობებში ამერიკის შეერთებული შტატებთან, იაპონია, ავსტრალია ეს ქვეყნები ტრადიციულად. ხო, გასაგები, ანუ უბრალოდ მაყურებელმა რო იცოდეს რატომაც აი საერთაშორისო ურთიერთობებს აღიქვამენ როგორც აი მეგობართან ურთიერთობას, რომ ჩვენ რო ყავს ვიღაც ძმაკაცი, იმ ძმაკაცთან ხარ, რაც არ უნდა დააშავოს, რაც არ უნდა მოხდეს, ერთგული ხარ მისი და ერთად ხართ. საერთაშორისო ურთიერთობებში არ არის და ყოველთვის ვცდილობ, რომ დივერსიფიცირება მოხდეს და დაბალანსება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცა შეიძლება ამერიკის მოკავშირე იყოს, ეს ვიღაცა ასევე ეცდება, რომ რამენაირად არ იყოს ბოლომდე დამოკიდებული ამერიკაზე, რომ ვაიდა რაღაცა მოხდეს, კონდეს გარკვეული ტიპის დამოუკიდებლობა. ხო, ეხა რო არ იყოს აღქმული, რომ აი მეგობრები რატო აკეთებენ ამას. ანუ რა რისი ახსნას ვცდილობდი, რომ ხმელეთზე ეს მისი ინიციატივა საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა ბოლო ეტაპებზე გარკვეული პრობლემები ანუ 100% ეხა შედეგები ვერ დაიდო, მაგრამ საერთოდ საკმაოდ წარმატებული არის. მაგრამ გეოპოლიტიკურად სამხრეთ ასე ვთქვათ მიმართულება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა ეს ზღვები რაც არის სამხრეთ ჩინეთის წასში ეს ყველაფერი ხო სამხრეთში ეს არის მისი სასიცოცხლო არტერია წარმოიდგინე მთელი ვაჭრობის ენერგორესურსის უდიდესი ნაწილი იქიდან შედის ჩინეთში ამიტომ ტაივანი გარდა მისი ისტორიული ასე ვთქვათ რაღაცა იდენტობის გარდა სუფთა სამხედრო სტრატეგიულ მასაც ატარებს მნიშვნელობას იმიტომ რომ ტაივანის ვთქვათ შეერთებით საბოლოოდ ფართო ოკეანეში გასასვლელი ეძლება, რომელიც ძალიან შეზღუდული არის ამერიკული ბაზებით. ეხლა რო დააკვირდეთ, რუხაზე პირდაპირ ნახეთ, ეს სარტყელია, ნახევარსფეროა და აქტიური ინფრასტრუქტურა მე ამასიან სოციოლოგიაში მინდა პოსტი. ბოლო 3-4 წელიწადში რამხელა ვთქვათ ძალისხმევა ჩადოა ბაზების მოდერნიზაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებმა. და ეს არ არის უმრავლეს შემთხვევაში ამერიკული მიწები, ხო, მარტო აქ არის იაპონია, დიდი ბრიტანეთის მიწები არის ინდოეთის ოკეანეში. ანუ ეს ხაზს უსვარო, ესა ჩინეთისთვის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ალერი, სადაც ის საფრთხეს ხედავს და ეხაც ცოტა ხნის წინ დაკეტა ზღვები საერთაშორისო ცნობისთვის იქ რეგიონში, რომელიც ახლა თქონა მეზობლების ხნონ ისე აგრესიად იქნა აღქმული, რომ რაღაცა ზედმეტი იმაშვება. ცოტა გადაუხვეთ თემას, რას მინდა მიუბრუნდე. ერთი გზისა და სარტყელის გარდა არის გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა და გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. ნახეთ, თვითონ სიტყვები გვეუბნება, რა შრეებში აქვს ჩინეთს ინტერესები და პრეტენზია და ამბიცია, რომ იყოს წამყვანი ძალა. რომ აი განვითარების თვალს აი გრადი განვითარების საერთოდ რაც არის sustainable development რაც არის ხო აი ამ მთელი ძალისხმევების ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ჩინეთისა ამ მომენტში იმიტომ რომ აი ამ საერთაშორისო ინსტიტუტების გამოყენებით ის ცდილობს საკუთარი ინტერესების რეალიზაციას ამიტომ
ამას რატო უსვევს ემკვეთრად ხაზს? ეს არ არის ძალა, რომელიც საერთოდ უნდა რომ ამოაყიაროს საერთაშორისო წესრიგი, იმიტომ რომ ესენი განასხვავებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო იმას, რა ქვია, წესრიგს რა თვალსაზრისით იცი, რომ ამაში მეორეში ნორმატიული ბაზა იგულისხმება, რაზეც მე ვისაუბრე, რომ გაეროს ქარტიის პატივისცემა და სხვა ასე თქვა რაღაცეები უმრავლეს შემთხვევაში არის ხა მიმართულებები, სადაც ისინი არ არიან ესე აქტიურად დაინტერესებული, თქვა კლიმატის საკითხებზე და ასე, მაგრამ ის რაც საერთაშორისო ურთიერთობებს არეგულირებს, ხო, ფუნდამენტურ იმაში პირველ რიგში გაეროს ფორმატებში ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილები, ისინი უბრალოდ გარკვეულ აი კორექტირებას იმ თვალსაზრისით, რომ კი ჩვენ თავარი ორი გზავნილი გვაქვს, რომ ცივილიზაციები განსხვავდებიან ერთმანეთში და მათი პოლიტიკური სისტემები ამიტომ არის განსხვავებული და ეს უნდა მიიღოთ. ამიტომ მე ჩინეთი ვარ განსხვავებული ცივილიზაცია და ჩემი პოლიტიკური სისტემა არ უნდა იყოს გინდა თუ არა დემოკრატიის იმ სტანდარტების, რაც დასავლეთსა აქვს ამაზე წარმოდგენა. და არა მარტო მე, სხვაგანაც ის აფრიკაზე და ნუ აზიის ქვეყნებზე და ასე შემდეგ. არის ამ ყველაფერზე საუბარი. თუმცა მე თავაზობ აი ამ მიმართულებას ტექნოლოგიების სფეროში, ჩემი სიკეთეების გამოყენებას. და აფრიკაში ხო ეხლა ვიცით Huawei-ის არის, კი, ძალიან დიდი რისკებიც ქონდა, ხო? აღმოჩნდა რომ აფრიკული ორგანიზაციის ათოფის ჩინურმა მან რო აშენა, აღმოჩნდა რომ თვალთვალისა და მიყურადღების თვალსაზრისით არც თუ სახარბელო სიტუაცია იყო და ესეთი რისკები არის. ამაზე მე ვისაუბროთ, მაგრამ მინდა რომ წარმოდგენა გქონდეს ზუსტად და საქართველოშიც ამას რაღაცნაირად გრძნობთ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენი დიდი ინვესტორი და სავაჭრო პარტნიორი, უბრალოდ ინვესტორი არ არის ამ თვალსაზრისით, ხო? პიკი გადავლილი აქვს ბოლოს რომ ნახე, 4-5-ში არ არის რა. მაგრამ სავაჭრო პარტნიორი მე-4-ია. სავაჭრო პარტნიორი ხო, მაგრამ ინვესტიციებს გულისხმობს, პირდაპირ ინვესტიციებს გარეთ. ეს ანაკლიამდე იყო. სულ რაღაც 2023 წელს გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა მათთან. ხო, ნუ ეს როგორ განვითარდება სხვა საკითხი არის, მაგრამ ნუ აი ამიტომ რატო უსვენ ხა ამ ყველაფერს ხაზს? ამის რეფლექსია რომ გავაკეთოთ ჩვენ შიდა სიტუაციაში, შინაგან ურთიერთობების თვალსაზრისით, ხო? მე არა როგორც კლევარ თუ როგორც რა ვიცი, ადამიანს რომელიც რაღაცა ცხოვრება სფეროში არის, ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ რაღაცნაირად ვარი უნდა თქო საქართველოს ურთიერთობაზე, ეს იქნება პირდაპირ თქვა სისულელე სრული. პირიქით ძალიან მჭიდრო ურთიერთობების მომხრე ვარ, მაგრამ როგორც მისი გლობალური პოზიციონირების გათვალისწინებით, ისე კონკრეტული ნაბიჯების გათვალისწინებით, ათმაგე მნიშვნელობას იძლევის შიდა პოლიტიკური სისტემის სიმტკიცე რა. ანუ ის თუ რისკები რაც მომდინარეობს იმას, რა ვიცი, აი თუ გინდა შეკითხო დავსვათ და ანუ ზუსტად ამ რისკებზე მაქვს საუბარი, ახლა აი კითხვაზე ლოგიკურად მივედით მაგამდე. რუსეთისგან განსხვავებით, ჩინეთი თავისი ინტერესების გასატარებლად, როგორც აღნიშნე, იყენებს ეკონომიკურ ელემენტს და მინდა უფრო მეტი ვისაუბროთ, ანუ კონკრეტულად როგორ იყენებს ჩინეთი ამ ეკონომიკურ ელემენტს, თავის ეკონომიკურ ძალას იმისთვის, რომ გავლენა მოიპოვოს, მოახდინოს, ასე ვთქვათ, რბილი ძალის ფაქტორიც არის და რაღაც მომენტებში მე რაც მაქვს წაკითხული და რაც მაქვს ნანახი, ცოტა ხისტისკენას გადადის ხოლმე. ანუ როგორ იყენებს ეკონომიკას თანამედროვე ჩინეთი? ანუ პირველი ძირითადად ეხლა პრობლემები შეექმნათ იმ სახელმწიფოებს ჩინეთთან, რომლებმაც ისედაც თავისი განვითარებით არ არიან ეხლა იმ დონეზე, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებით არ მნიშვნელოვანი შიდა პრობლემებია კორუფციის თუ ეკონომიკური და ასე შემდეგ. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, სადაც გადამწყვეტი გავლენა მოიპოვა ჩინურმა, ასე ვთქვათ, ეკონომიკურმა თუ ფინანსურმა ქმედებებმა ამ ქვეყნებთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე მაგალითად ფინანსური თვალსაზრისით ის არ არის, თქვათ, პარიზის კლუბის წევრი სახელმწიფო. რას ნიშნავს პარიზის? აი, პარიზის ის არის, სადაც დასავლური ბანკები და ეს ორგანიზაციები ფინანსური არიან გაერთიანებული და გარკვეული დავები თუ ან რაღაც აი თუ ვერ გადაიხდი ვალს ხო როგორც სახელმწიფო რესტრუქტურიზაცია ვალის რესტრუქტურიზაციისთვის შეგიძლია მიმართვა მის თუთ კლუბს ესე ვთქვათ და ნუ გარკვეული გამოსავალი ეძიო. ჩინეთი არ არის ამის წევრი, ჩინეთი ამას ალაგებს ორმხრივი ურთიერთობები და შეთანხმებების საფუძველზე და მოკლედ პროცენტს როცა ვერ გადაიხდი ვალს გადაიხდი პირდაპირ უმრავლეს შემთხვევაში ითხოვს აი ამ კონკრეტული პროექტების ფარგლებში ჩადებული სახელმწიფო ქონებაზე კონტროლს. და ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. მაგალითები გვაქვს პაკისტანში პორტთან მიმართებაში, ჯიბუტიში პორტთან მიმართებაში, სადაც ეს დამთავრდა მე რომ სამხედრო ბაზა ჩაიდგა ჩინური აფრიკულ სახელმწიფოებში. კენიაში რკინიგზის მაგალითია. სქემა არის ერთი და იგივე ყველგან. ჯიბუტში ააშენეს პორტი, რომელიც მე ჯიბუტის ყველა ამ შემთხვევაში, არა მარტო აფრიკულ, არამედ აზიურ შემთხვევაშიც, შრი-ლანკაშიც იგივე მომენტი არის.
ეს ადგილობრივი მთავრობების ანუ ხელისუფლებები მათი მწირი ფინანსური იმის გამო ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის იღებდნენ ვალს ჩინეთისგან, მე ამ ვალების მომსახურებას ვერ ახერხებენ და ამ ვალში ჩინეთს მეაქვს კონტროლი ან მინიმუმ ართვის კონტროლი ამ ქონებას. ეს არის ძალიან გავრცელებული სქემა, მაგრამ იგივე ევროპის შემთხვევაში, სადაც ძალიან აქტიურად არის ჩინური კაპიტალი წარმოდგენილი, მათ შორის იგივე აი პორტების საკითხი რა ვიყოთ, ბერძნულ პორტს აკონტროლებენ მთლიანად, მნიშვნელოვნად არიან წარმოდგენილი ჰამბურგში, დუისბურგში, ნიდერლანდებში, ესპანეთშიც, პორტუგალიაშიც, ენერგეტიკის სფეროში. ანუ მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა, იქ ესეთი პრობლემა არ დგას, რატო? იმიტომ რომ თვითონ ამ სახელმწიფოების, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების და ევროკავშირის მდგრადობიდან გამომდინარე, ხო, არის დაზღვევის მექანიზმები, არ აქვთ იქ მაგალითად მართვის პაკეტები ნაყიდი. იმ დონეზე არის მათი ეკონომიკური თანამშრომლობა, რომელიც უზრუნველყოს ორმხრივ სარგებელს, მაგრამ ხდება რისკების პრევენცია, რომ ჰამბურგის ეხლა და რა ვიცი, დუისბურგის შიდა ძალიან მნიშვნელოვანი გერმანული ისინი, რა ქვია, ინფრასტრუქტურები არ აღმოჩნდეს ჩინეთის პირდაპირ კონტროლის შემთხვევაში. აი, როგორ დონეზე ხდება, იცი, რომ დირექტორთა მმართველი საბჭორო არის პირობითად, არ ვიცი ხა. თქვა 10 კაციანი, ხო? 6 აკონტროლებს, რა ქვია, გერმანიული, ევროპული ნაწილი და 4-ია ჩინეთის ანუ გადამწყვეტ ხმას იქ ვერ იღებენ, მაგრამ ეხა აფრიკის აზიურ სახელმწიფოებში რომელიც უმძიმეს გაცილებით უფრო მოგებული პოზიციიდან ესაუბრებია, კორუფცია სადა ისახება იმ შეთანხმების ხელმოწერამდე, სანამ მივა საქმე ისეთი მუხლების შეტანა და ასე ვთქვათ, ისეთი ხელშეკრულების გატანა ხდება, სადაც რა თქმა უნდა, მე ამ ჩინური გავლენის აი ამ თვალსაზრისით რეალიზაცია ადვილი არის. და ბევრი მაგალითი არის ესეთი, ხო? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ვიცი, აი აფრიკაში რამდენიმე რა განსაკუთრებით, ხო? თუმცა ისიც ფაქტი არის, რომ არა ჩინეთიკ ალტერნატივა არავინ გამოჩენილა, ვინც ამ უზარმაზარ პროექტებს განახორციელებდა, მაგალითად კენიაში არის საზღვაო პორტთან დედაქალაქის ბუდიშტ, რა ქვია, დაკავშირება და დიდი პროექტები კომუნიკაციების სფეროში Huawei-ის დიდი ისა. ისეთ ადგილებში დებს ფულს, სადაც მაგალითად დასავლეთი ძალიან დიდ რისკს ხედავს, რომ იმ ინვესტიციას შეიძლება ვერ ამოიღოს და ამათ ამას უღირს ყველანაირად გავლენის თვალსაზრისით, იმიტომ რომ საერთო ჯამში გეოპოლიტიკური შეხედოთ, აი სარტყელზე ინდოეთის ოკეანიდან დაწყებული, ხო, თავისი გეოგრაფიიდან დაწყებული სამხრეთ აზიიდან ინდოეთის ოკეანე, აღმოსავლეთ აფრიკა, დასავლეთ აფრიკის ქვეყნები. აი ესე შედის რა ინიციატივების გავლენით. მე სასარგებლო წიაღისეულზე იღებს ძალიან დიდ კონტროლს. და იმ კრიტიკულ მინერალებზე, რომელიც ეხლა ძალიან ისეთი ცხელი თემაა რა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური სფეროსთვის საჭირო მინერალების უდიდესი ნაწილი, რაც მოიპოვება დღეს, განსაკუთრებით ნახევარგამტარების ამბავში, წიაღისეულ ფირმებს დღეს ჩინეთი ფლობს და არა მარტო ჩინეთში, არამედ სამხრეთ აფრიკაში, ჩილეში, აფრიკის ქვეყნებში თვითონ ჩინეთს აქვს ძალიან დიდი რესურსები. ამ თვალსაზრისით, ამიტომ უცებ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღმოაჩინა ერთხელ ეს მოხდა პანდემიის მერე, აი გლობალური მიწოდების ჯაჭვები რომ მოირღვარო, არა თელ რიგ კრიტიკულ ასე ვთქვათ ინფრასტრუქტურის მიმართულებით არის მთლიანად ჩინეთზე დამოკიდებული. მაგალითად ეს ფარმაცევტიაში გამოჩნდა ძალიან ელემენტარულ პანდემიის პირობებში მთელი რიგი ანტიბიოტიკები და მთელი რიგი წამლები, რომლებიც აი განსაკუთრებული საჭიროებების პაციენტებს ჭირდება, აი განსაკუთრებული დაავადებები რო აქვთ რაღაცა იშვიათი. და აღმოჩნდა, რომ 90% ჩინეთში წარმოება და რაღაცა რო ჩინეთთან დაემართოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, უბრალოდ ეს ხალხი აბსოლუტურად დაუცველი რჩება. მხოლოდ ჩინეთს აქვს მონოპოლია რა. და როგორ მივიდნენ აქამდე, ხა ეს ეკონომიკური თემა არის, ჩვენ ვახსენეთ გაკურთ რა ეს გადარტვისთვის მე ხო ჩინეთთან ამერიკის ურთიერთობის და მისი შემოშვებით ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში დაშენება. ну ამერიკიდან დაიწყო პირველი შამ დასავლეთიდან ჯამში ამ ინდუსტრია ლიბერალური სოფხედველობის ნაწილია რომ ეკონომიკური კავშირები როცა არის იქ ნაკლები ვარაუდი არის რომ ომი იქნება მაგრამ რუსეთმა აჩვენა რომ ეს აბსოლუტურად არ არის ისე როგორც ეს ასე არ არის ასე რომ რეალურად რისკები ანუ ჩინეთის დამუშავებული სქემა ასეთ ევროპაშიც არის მაკედონიაში სერბეთში არის ხო აი სერბეთში ანტისამთავრობო გამოსვლა რამ გამოიწვია იქაც სარკინიგზო პროექტი ხორციელდება და ასეთი დამაკავშირებელი მაკედონიიდან დაწყებული, სადაც ეს გვიჩამოიშალა რა ქვია, ნაგებობა და ნუ ამხელა გამოსვლები ანტისამთავრობო სერბეთში. მოყვა იქაც ჩინური ის არის ხოჩურს. კაპიტალის როგორც ჩვენთან მაგალითად რიკოცის და იმისაც ჩინური კაპიტალი, ჩინური ეს თქვა კომპანია ხორციელებს.
და იქაც არის სერიოზული გადახარჯვის პრობლემები ამ ავტობანის მშენებლობაზე, ხან თქვათ მაკედონიაში და ამ ქვეყნებში ალბანეთიდან. ასე შემდეგ. არა მარტო გადახარჯვის პრობლემები, არამედ ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ჩინეთის პოლიტიკა არის, როდესაც ისინი რაღაცას აშენებენ, თვითონ მოყავთ ჩინეთიდან. კი, ხო, სამშენებლო ძალიან უმრავლეს შემთხვევაში ჩინეთიდან მოდის. კი, ადგილობრივ ეკონომიკურ დოლარს მაინდა-მაინც ახდება, მაგრამ ტაჯიკეთი არის და ცუდ სავალო მდგომარეობაში ვალის თვალსაზრისით. ანუ ფინანსურ ხაფანგში ეხება ბევრი ქვეყანა. იმ მომენტიდან თუ ეს იმდენად არასტაბილური ეკონომიკის მატარებელია, რომ ვეღარ იხდება, ვალს ვეღარ. ეს არის წარმოიდგინეთ ხეში ანალოგია გამ მევახშე, კერძო. აი, როდესაც კერძო მევახშესთან ადამიანები ვიღებთ, გარშემო ხო ბევრი ისტორია გავიგია. სეთხს რომელსაც ის რო ძირი რო არიფარება რა, სარამთლიანად არ გავიგე. და არის ბანკები. აი, წარმოიდგინეთ დასავლეთი არის ბანკები, სადაც შეიძლება რესტრუქტურიზაციაზე ვალის რაღაცა გასაჩი რაღაცა ინსტრუმენტები კონდეს და აქ მთლიანად ვერ გადახდის შემთხვევაში ხდები იმ შეთანხმების ასე ვთქვათ მსხვერპლი რაც შენ ამ ვალის აღების დროს შენთვის დაუშვი ჩინეთთან. ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ფაქტორი და ეს ჩვენც უნდა გქონდეს ამის რა თქმა უნდა გათვალისწინებული, იმიტომ რომ ჩვენ დღეს კი დასავლური ფინანსური სისტემის ნაწილია ჩვენი ბანკები, რომელიც ფაქტობრივად ხო საბანკო ეკონომიკა ამ ქვეყანაში. მიმული არის დასავლეთიდან და ეს მარტივად ვერ მოხდება თუ რო რამე საქართველოს კონტექსში რო ვისაუბროთ საფრთხეებზე, ხო? მარტივად ჩანაცვლება, მაგრამ ნუ ყველაფერი დროის ამბავია საერთო ჯამში, თუ სახელმწიფო ხან თქვა თავისი პოლიტიკური ვექტორით და განვითარებით ისეთ ღერც დაეყნო და გადავიდა, უბრალოდ რომ მოიტანს მე გარკვეულ ცვლილებებს ამ თვალსაზრისით, ამიტომ გვესმოდეს ჩინეთი აი ესეთი მიდგომებით გამოირჩევა, თუმცა ბუნებრივია მე პირიქით აუცილებელია ვაჭრობაშიც, ეკონომიკაშიც, ყველა ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობა, თავარ შენ უნდა იყო კარგად. იქცეოდე როგორც სახელმწიფო დემოკრატიული check and balance უნდა იყოს ქვეყანაში და ნორმალური დემოკრატიული პროცესი და მაშინ ეს საფრთხეები ძალიან მინიმალურად დადის ისე როგორც ნებისმიერ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში, ხო, მაგალითთვის. უბრალოდ აი ეს უნდა გვესმოდეს რა. იმიტომ რომ ჩინეთი არ დაიწყებს შენ მოგთხოვს იმაზე უკეთესი იყო ვიდრე ხარ. ანუ შენ პოლიტიკურ ელიტებზე ხარ დამოკიდებული აი ჩინეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით როგორი არის რა. ის შემოგთავაზებს თავის ასე ვთქვათ ასორტიმენტს, მაგრამ ხარ დამოკიდებული როგორც სახელმწიფო, როგორც საზოგადოება შენს პოლიტიკურ ელიტებზე, რამდენად ძლიერი ინსტიტუტებია და რამდენად კეთილსინდისერი პოლიტიკური ელიტა გაქვს, რომ ის რისკები რაც მასთან ურთიერთობიდან მოდის, ამის ნიველირება მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოდის პრობლემა მაინც შენში არის. ხო. იმიტომ რომ ის უბრალოდ ცდილობს შენი სისუსტეები თუ რაღაცა გამოიყენოს, მაგრამ მე ხა მისი სტრატეგიული კულტურასაც აჩვენებს ჯერჯერობით პრეცედენტი რაღაცა აგრესიული თავზე მოხვევის ჩინეთთან ესეთი რამე არ ყოფილა. მე არ მახსენდება ან რაღაც საერთოდ სამხედროის მიიღოს ამას ან რაღაცა იძულების. არა, ერთადერთი აგრესიული განცხადებები რაც ეხლა არის. წამოვიდა 2022 წელს, აი რაზეც ვისაუბრე, ამ სი ძინპინის მესამედ არჩევის შემდეგ წამოვიდა, როდესაც მან ძალიან ღიად თქვა, რომ ტაივანი აუცილებლად უნდა გახდეს ჩინეთის ნაწილი. ეს არის ტაივანის პრობლემა კიდე ცალკე ის არის მით უმეტეს სის პირობებში, რომელიც ვიცოდეთ გაზრდილი ძალიან ისეთი ტრადიციული შთამომავლობითი პარტიული ჩინოვნიკის მაღალ თანამდებობის მქონე მამის პირობებში ოჯახში, სადაც ტაივანი იყო მე მგონი ბავშვობაში გატარებულიც აქ პერიოდი, ერთი პერიოდი მე საერთოდ იმ ქალაქის ხელმძღვანელიც იყო, რომელიც ტაივანის ანაპიროზე გადის პირდაპირ და ანუ ტაივანი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყველაფერთან ერთად გარდა იმისა, რომ ისტორიული თვალსაზრისით ჩინეთისთვის რა არის. მისი პერსონალური ისტორიაც, ამიტომ ის განსაკუთრებულად აი სწორედ მაგის დროს გახდა ეს კიდევ ესეთი საკითხი რა, ანუ რაღაცა პიროვნული მომენტიც არსებობს მის შემთხვევაში. ნუ ფახა რა უთხრათ მაყურებელს სამხედრო თვალსაზრისითაც, ეკონომიკური თვალსაზრისით ხო მეორე არის, ანუ მოშოპოთი დაახლოებით 18 ტრილიონამდე არის ამერიკის მერე და სამხედრო თვალსაზრისით ნუ ძალიან სერიოზულ წინსვლად ბოლო 10 წელიწადში. როგორც ტექნოლოგიური აღჭურის ისე ტრანსფორმაციის თვალსაზრისით და ძალიან აქტიურად უკრაინის ომსაც სწავლობენ ესე ვთქვათ, ამაზე ესეც ცნობილი არის. უბრალოდ გამოწვევებიც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ეკონომიკა ბოლოს ქონდა დაახლოებით 5%-იანიც და 24 წელს, მაგრამ ზოგადად მე ხა სინოლოგი არ ვარ, არავის არ ეგონებს, რომ რაღაც ჩინეთის სპეციალისტი ვარ. ჩინეთის სპეციალისტი ვერ იქნები თუ ენა არის. მინიმუმ ნებისმიერ ქვეყნის შემთხვევაში
ესე ვხედავ და ვისაც usmen თქვათ საერთაშორისო დონეზე ჩინეთის სპეციალისტებს, აი 10 და 20 წელი რო იქ ცხოვრობენ და იციან ან ნაცხოვრები აქვთ პროსიგმეში, ყველა აღნიშნავს, რომ ჩინეთი უახლოვდება დაახლოებით აი განვითარების განსაკუთრებით ეკონომიკური ესეთ ეტაპს, სადაც ან უნდა დიდი ექსპანსია დაიწყოს უფრო გეოპოლიტიკურად რაღაცა გააქტიურდეს რა რეგიონში, გარეთ გაიტანოს ის. ან დაახლოებით ტიპოლოგიურად დაემსგავსება იაპონია, სამხრეთ კორეის ტიპის სახელმწიფოებს, ხო, თუმცა ძალიან ძლიერი ეკონომიკები აქვთ, ტექნოლოგიურად სუპერ სახელმწიფოები არიან, თვითკმარი რაღაცები, მაგრამ ეს აღარ იქნება ის შენითაც გადაცემა დღეს დაიწყე, რომელსაც პრეტენზია იქნება და რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთი თავი პრობლემა აქვს დემოგრაფიული ეს გადაბერების პრობლემა ის one child და შვილის პოლიტიკის გამო ხო ქალებისა და კაცების რაციო დაახლოებით 3:1 არის ანუ 3 კაცი 1 ქალი მოდის დაახლოებით და ნუ ძალიან სერიოზული ის აქვს გრძელვადიანი პრობლემა აქვს რა დემოგრაფიის სერიოზული პრობლემა რასაც ეკონომიკაზეც და ყველაფერ დანარჩენზე ექნება ანუ სოციალური ხარჯები წავა კიდევ უფრო და ანუ ცხოვრების დონე მაღალი არის როგორც იაპონიაში იგივე პრობლემა იყო დაახლოებით ხო საპენსიო ასაკი ანუ ბევრი ხალხიან და მე გამრავლა და ასე ანუ აი რაღაც კომპლექსი ერთვება მე შიდა ხარჯვის თემა აქვს რა კიდე ასე თქვა პრობლემები გამოჩნდა შიგნით ქვეყნის შიგნით არ იყო აქტიური ბაზარი თვითონ ჩინელი მყიდველი არ იყო ისეთი აქტიური ბოლო წლებში როგორც მანამდე მაგალითად ну ეს პანდემიის პოსტპანდემიური ეფექტიცაა საერთო ჯამში ეს ყველაფერი აი რაღაცა როგორც ამბობენ გარკვეულ ესეთ მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდება სადაც რაღაცა ტრანსფორმაცია უნდა შეძლოს რა რომ აი რა სიზავს ეს საინტერესო თემა არის და აი ტრანსფორმაციის ელემენტზე მაინტერესებს როგორ ფიქრობ აი 2022 წლის მერე რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რუსეთს მის ისტორიაში არნახული სანქციები დაედო პირველი გადასარჩენი რგოლი ასე ვთქვათ გადაუგდო ჩინეთმა ანუ პრაქტიკულად ჩინეთის ეკონომიკაზე ჩამოეკიდა რუსეთი ძალიან ბევრ ინდუსტრიაში შევიდნენ შეიძლება თუ არა ჩაითვალოს რომ ეს არის ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია ახლა რაც ახსენე იმის პირველი ეტაპი მაინც იმიტომ რომ ძალიან დიდი ინტერესები არის რუსეთში და რუსეთის ეკონომიკაში უკვე ჩინეთის სამომხმარებლო აი ყოველდღიური ყოფიერი ესე თქვა ხარჯები რაც აკადემიას ნუ ძალიან დიდი მასა რაც მომხმარების საგნების ჩინური მასიურად შევიდა და ავტოწარმოება 50%-მდე აქვს ხელში აღებული უკვე ბაზრის თლიანად ხა ეს გაიზომოს რაღაცა წლები უნდა გავიდეს ხო იქ რამ ან ჩინური მანქანა 10 წლის ვარ 5 წლის მერე უნდა გაკინდო ეხა ჩვენ ვიცით ხო საკუთრად რა 20 წინ და 15 წლიანი მანქანებთან უბრალოდ გერმანული ამერიკული დავდივართ იაპონური მანქანები ხა ჩინურ ავტოწარმოებასთან რაღაც ესე დამოკიდებული ხო უცნობი ელემენტი აი ამ თვალსა ეს რა თვითონაც არიციან დარწმუნებული ალბათ ხო და დამოკიდებულება არის მაღალი თუმცა იმის გამო რომ თვითონ ჩინეთის მაგალითად ენერგეტიკის სფეროში არის ძალიან დივერსიფიცირებული პოლიტიკა კი სარგებლობს რუსული ნავთობით კი საუდის არაბეთს გაასწრო გასულ წელს რუსულ ნავთობის ნედლი ნავთობის წილმა მაგრამ საბოლოო ჯამში როგორი ის აქვს ის წელს სადღაც აი 20% 17% 19% ძალიან დივერსიფიცირებულია შე რო ახსენე დივერსიფიკაცია საერთაშორისო ურთიერთობებში აი ეკონომიკაში აქ ჩინელებს ენერგეტიკული პოლიტიკა ძალიან დივერსიფიცირებული ამერიკასგან ფიქლის გაზებს ყიდულობენ ისე როგორც რუსეთისგან გაზის თვალსაზრისით ანუ არავიზე არ არიან ერთი იმით დამოკიდებული თუმცა ეხა ბუნებრივია ეხა ან რუსეთმა ჩინმა თქვა საუდის არაბეთმა რატომღაც შეუწყიტოს ნავთობის მიწოდება ჯამში ეს გამოარო 30%-ზე მეტი 40%-მდე მოაკლდება და მაშინ ალტერნატივა უნდა ეძებოს ანუ ექსპანსია არის არა მარტო მაგაში გარკვეულ საკადრო პოლიტიკებზეც კი იყო მათ შორის საუდეთის მინისტრების ცდილობაზე და ცდილობაზე რომ იდგა საქმე რუსეთში ხო ბევრი თითოში ინგინით რუსი ამბობდა რომ გარკვეულ პოლიტიკური გავლენების საკითხიც აქვს კრემლზე უკვე და გარკვეულ საკადრო გადაწყვეტილებებსაც ლობირებენ რა ანუ ეხლა მე გამეჭირდება აქედან ამის რეალისტურობის და შეფასება ან რა დონეზე არის ასე უკვე თქვა ჩინური გავლენა იქ პოლიტიკური თვალსაზრისით შესული მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდა ბუნებრივია რომ ეს დამოკიდებულება მხოლოდ გაიზრდება ამიტომ იყო ეს ერთ-ერთი მიზეზი ჩემ არგუმენტაციაში წოდესაც რა ვიცი 19 იანვარს ბოლტამოსენ გადავხედე თარიღი მაინტერესდა 19 იანვარს დავწერე სტატია რომელიც ხსნიდა რატო დაიწყებოდა ტრამპის ადმინისტრაცია ასე აუცილებლად რუსეთთან ურთიერთობის სწრაფად ნორმალიზაციის მცდელობას რა
ამას რუსეთის ინტერესი არა მარტო უკრაინის კონტექსტშია აქვს, არამედ იმის კონტექსტშიც აქვს, რა ქვია, ჩინეთთან, რომ თუ რაღაც ეტაპზე ისევ მოხერხდება, თქვა ევროპასთან, ჯერჯერობით ამის კონტროლები არ ჩანს, მაგრამ თქვა ურთიერთობის გადაწყვეტვა, ისე რომ დააბალანსოს შიდა ეს ხომ ის შიდა უსაფრთხოების საკითხია, ბუნებრივი. ეხლა ჩვენ აქედან უყურეთ როგორც გარე აქტორი ჩვენი ინტერესებიდან, მაგრამ იქიდან იმისი თვალსაწინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ძალიან მზარდი არის. აღმოსავლეთ ციმბირში საერთოდ. და დავებიან პუტინს მაგალითად არის ესეთი საყოფაცხოვრებო დავები არის, რომ რამდენიმე ბაიკალზე რაღაც წყლის რესურსებზე იყო ეს ცნობილი кейსი, რომ სადაც ადგილობრივმა სასამართლომ დაბლოკა, ასე ვთქვათ, ჩინური ინვესტიცია, როგორც კაბალური იმ შემთხვევაში და აი ეს პუტინის დონეზე გადაწყდა ისევ ეს საკითხი და ისევ გაუხსნეს ჩინელებს. აი ესეთი რაღაცები ხდება, ანუ იქით ექსპანსია ძალიან ძლიერი რა. ძალიან ბევრმა არ იცის უბრალოდ, რომ ჩინეთს და რუსეთს არა აქვს მაინდა-მაინც კარგი ისტორია, იმიტომ რომ 70-იანებში საბჭოთა კავშირთან ომი სასაზღვრო კონფლიქტი იყო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიხოცა და შესაბამისად ჩინეთმა კუნძული წაიღო, რომელიც მერე უკვე პუტინმა 2004 წელს დაუკანონა და ოფიციალურად გადასცა. ამიტომ ეს ჩინეთსა და რუსეთს შორის მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი და ჩინეთი ორივე კომუნისტური სახელმწიფო იყო, საერთოდ არ ნიშნავს ეს, რომ საერთო ინტერესები ჰქონდათ. რაღაცა ინტერესები ემთხვეოდა და რაღაც ინტერესებს ერთად ატარებდნენ. ისტორიული რაღაცა ესეთი იმპერიალისტური რაღაცა სენტიმენტები მე მახსოვს. პრეტენზიები აქვთ რუსულ ტერიტორიებზე, რა. აღარ მახსოვს გელა ჩარკვიანის მოგონება თუ ყოველ შემთხვევაში შევარდნაძეზე არის, ერთ ძალიან ცნობილი მოგონება, ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი ასეთი ფიგურის ვეღარ ვიხსენებ, თორემ არ აქვს ამას განმწყვეტი ნიშნობა. ანუ ისტორიის არს იმაში ვდგემორებოსო შევარდნაძე მოუყვა 90-იან წლების დასაწყისში ჩინეთში მის ვიზიტის შესახებ, სადაც ნახა რუქა, ხეს, აი ესეთი ფაქტურიანი რუქები რო, ხო იცი ეს რელიეფური, რომ სადაც აღმოსავლეთ ციმბირის მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ რუსეთის ტერიტორია იყო საზღვრებში შეყვანილი ჩინეთის რა და ჩინეთის ისტორიული მიწები. ისტორიული მიწები. ეხლა შემთხვევით მანახეს რომ რატომ ნახეს უკაუთ რაღაცა ეს სარკე ამბავია, მაგრამ ეს აქვს. აი ხა არის ასე ვთქვათ. მაგრამ ესე საქართველოს შეიძლება ბევრს ეგონესო ჩინეთი, ბევრი ჩინოლოგი, ჩინეთის სპეციალისტი იძახის, რომ სიამდეს ჩინეთი არის აზიური ევროკავშირი, რატოს ეს თიცი, იმდენად ჭრელია თვითონ ჩინეთის საზოგადოება, ენები, ხალხები, კულტურები ძალიან მრავალფეროვანი არის რა. ანუ ის არ არის რომ ჩინელები ცხოვრობენ, კი ვამბობთ რომ ჩინელები ცხოვრობენ. სინამდვილეში ძალიან ბევრი განსხვავებული ხალხია, განსხვავებული კულტურის გაერთიანება ესენი ჩრდილოეთში, როგორც ვთქვათ, ყოფილი მანჯურიის, ანუ მიმართულებაზე აქეთ ეს იუღურები ვახსენეთ, ტიბეტი და სამხრეთი ძალიან ბევრი და ენები. უამრავი სხვადასხვა დიალექტი ენები, რომელიც საერთოდ შეიძლება როგორც ჩვენ ხანგრძლივად რადიკალურად გავსხვადება, ხო ვთქვათ, ქართული და ჩორაზეც ვთქვათ მეგრული ან სხვა, ანუ აი ესეთი ისინი სხვაობები ჩიგდა იმ ოჯახში ძალიან ბევრი, ანუ ძალიან ჭრელია და ძალიან მრავალფეროვანი ამავე დროს ჩინეთი და ანუ აი ამ ყველაფრის ასე ვთქვათ რაღაცა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტად წარმატებით რეალიზაცია არ არის ალბათ ისეთი easy task-ი ესე ვთქვათ, მარტივად. როგორ ფიქრობ, რა ხან ვახსენეთ რუსეთში ჩინეთის ინტერესები? შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის დასუსტება ჩინეთს ძალიან აწყობს. რამდენად რეალური არის, რომ ჩინეთს არ აწყობს უკრაინაში ომის მოგვარება ამ პერიოდში? ჩემი აზრით შუალედური ვარიანტი აწყობს ყველაზე ძალიან ჩინეთს, ზუსტად იქიდან გამომდინარე, რაზეც მან მისაურე საერთაშორისო წესრიგთან დაკავშირებით, მას თალსახად არ აწყობს უკრაინის გამარჯვება. მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ აი იმ გაგებით რომ ეს რა ქვია, ამერიკის და დასავლეთის სიძლიერე სადაც გამოჩნდება რა, იმიტომ რომ თუ ის დასავლეთს პირდაპირ აგიქვავს. ეხლა მე აღარ ჩავედი იმ ციტირებებში ეს რგმა, მაგრამ რომ ნახოთ ეხლა ეს ნაშრომის რაც ვახსენე, რომ ნახოთ იქ პირდაპირ დასავლეთსა და ამერიკაზეა საუბარი, რომ ეს არის ამერიკული წესრიგის გავრცელება. არამის კი არ არის საერთაშორისო, ეს არის ამერიკული მსოფლმხედველობა და ამერიკული მსოფლმხედველობა და დასავლური ისა და ეგ პირდაპირ არის. ტრის ხატი შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ კონკრეტული ადრესატი მათ უკმაყოფილებას გააჩნია რა. ამიტომ მე მგონი რომ შუალედური ვარიანტი სხვადასხვა ვარიაციები აბსოლუტურად მისაღები იქნება. ძალიან დასუსტება რუსეთის ზუსტად იმიტომ არ უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ წარმოიდგინოს ეს ამხელა რესურსობრივი, აი პირდაპირ
ჩინეთის გაგრძელება გამომა მაშინ რა თავის ხა წარმოვიდგინე რომ რუსულ შიდა პოლიტიკაშიც რო გადამწყვეტი გავლენა მოახდენს და ვთქვათ პროჩინური მთავრობები რომ მოდიოდნენ იქ მომხელაბი რთულ სახელმწიფოში მაგდონელზე თუ დავიდა ეგ მე რომ მკითხვა საერთოდ გლობალური დასავლეთის ინტერესიც არ არის რა აქ ერთვება ძალიან ესეთი მერკანტილური რეალისტური რაღაცა ფაქტორები რაც საერთაშორისო პოლიტიკას გეოპოლიტიკას სინამდვილეში ყოველთვის განსაზღვრავდა რაღაც მაკიაველისტური ხედვა შეიძლება მაგრამ ეგრეა რა იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობები თუ რამეს აჩვენებს ჯერ არის ის რომ არასოდეს არ თქვა არასოდეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მეორე უძლურ სამართლიანობას კაცობრიობის ისტორიის უდიდეს ნაწილში დიდი პერსპექტივები არ გააჩნია ხოლმე. ამიტომ ყოველთვის ძალის თემა პერიოდულად ბრუნდება ხოლმე და მე ვფიქრობ ეხლა ეს ტრანსფორმაციული ეპოქა საბოლოო ჯამში რა შედეგს დააყენებს ამ ენაზე ისევ საუბარი საერთაშორისო ურთიერთობებში ეს მაინც ბუნდოვანი არის. მაგრამ ცალსახაა რომ გადაწერის და ტრანსფორმაციის პროცესი არის და მცდელობა არის. მაგრამ წესრიგი ახალჯერ არ დამყარებული, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ პროცესში ვართ ჯერ გაუგებრობა არის დიდი. ნორმატიული ბაზის გარეშე. ანუ ეს საიდან ჩავიყო მეორე სოფლიო ომი რომ დამთავრდა, ხო? ხან სახელმწიფოებმა გაეროს და იმით მოილაპარაკეს აი ფუნდამენტურ პრინციპებზე ურთიერთობების სახელმწიფოთა შორის სხვადასხვა ასპექტში. მაშინ თუ მოსულა რომ საზღვრები ძალით გადაიხედოს, თუ სუსტი თავს ვერ იცავს, თუ ესეთი რაღაცები გაპრავდა ხეშა ჯარგონში. მაშინ რა აზრი აქვს აი ამ შეთანხმების კონვენციებს ამ საერთოდ მაშინ ესეც უნდა გადაიხედოს და ეს ბუნებრივია დამღუპელი არის მცირე სახელმწიფოებისთვის, იმიტომ რომ აქ წინა პლანზე გამოდის ორი ფაქტორი. პირველი გეოგრაფია სათხარ და მეორე ძალოფლების ელემენტები გაგაჩნდა. არც ერთი გვივარგა ამ თვალსაზრისით, არც მეორე, იმიტომ რომ ხა მომავალში ჩვენ ვერ გავიხედებით, მაგრამ ჩვენივე ისტორიაში რო ჩავიხედოთ, ყველა ასეთი შემთხვევა ჩვენი ვასალობით მთავრდებოდა სამწუხაროდ რა. როდესაც ერთი გლობალური ძალა ესეთ თავარ გავლენას ყოველთვის ესე იყო, აი ყოველთვის. და ყოველთვის ჩვენი წარმატება ოქროს ხანის პერიოდშიც კი ემთხვეოდა საერთაშორისო ვითარებაზე სიტუაციის გამწვევი. ხა დავით აღმაშენებელი და ეს ხა ყოველას ესე რომ მოგწონს და ეს და ვამაყობთ ამ ეპოქით ხო ნამდვილად ოქროს ხანის საქართველოს ისტორიის საიდან დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობის წელს შეწყვიტა დავით აღმაშენებელი 1499 წელია თუ სწორედ მახსოვს ხარკის გადახდა და მერე იწყება იმიტომ რომ აღარ ეცალათ საქართველოსთვის მაშინ გლობალურ ძალებს ხო მუდმივად ეს ეხდებოდა ბოლოს აგერ 20-იან წლებშიც ხო ჩვენ ფაქტობრივად სამ ევროპის გასვლა ქვეყნების რამდენი ბრიტანეთის პირველ რიგში გადაწყვეტილი მომა საბჭოთა კავშირის კლანჭებში ჩაგვაგდო და აგერ უყურებთ ახლა 91 წელს ჩამოიშალა ისევ window of opportunity რასაც ქვია ხო შესაძლებლობის ფანჯარა გაგვიჩნდა და აბა ინტეგრაცია და აბა ნატო და აბა ევროკავშირი და რა სერიოზული პროგრესის დავდეთ რა მთელი რიგი მიმართულებით ჩვენ განკარგავთ ვიცით ახლა ეგ ამბავი მაგრამ ახლა ისე უყურებთ რომ რაღაცა საფრთხეებია და ეს საფრთხეები სადმე იყოს ამიტომ მე ესეთ ვითარებაში შაშანაც ვისაუბრე ამაზე პირიქით საქართველოში ეს ჩინური ანუ რეალურად კავკასიის საქართველოში და მაინც ძალთა ბალანსი იდგა რა მრავალვექტორულზე. როდესაც ერთი ძალა ძალიან ძლიერდებოდა ეს კიდევ ერთხელ ჩვენ ისტორია გვაჩვენებს რომ ჩვენთვის უნდა მთავრდებოდა ხოლმე. ამიტომ მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ საქართველოსთან ჩინეთთან ურთიერთობა აქტიური სტრატეგიული ძალიან კარგი არის, რომელიც შიგნით უნდა ვიყოთ ჩვენ ყოჩაღები რა მოდი ესე ვთქვათ რომ რისკები შევამციროთ, იმიტომ რომ რუსეთის დასაბალანსებლად აქ თურქეთიც ახლა აღარ ვეხები ამ სახელმწიფოებს ხო? ამ ყოველთვის მნიშვნელობა აქვს რა რაღაცა ბალანსი იყოს რა. როგორ ფიქრობ, აი რეალისტური პერსპექტივიდან საქართველოს მარტო ეკონომიკური სარგებელი არ ჭირდება ხოლმე მისი სტრატეგიული პარტნიორებიდან. კი, ეკონომიკური სარგებელი კარგი არის, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე გვაქვს ეგზისტენციური საფრთხე არის რუსეთი ჩვენთვის უკვე 300 წელია პრაქტიკულად ვიცით რითი მთავრდება ის რომ საქართველოს მარტო რჩება ხოლმე. რამდენად რეალისტურია ის რომ ჩინეთი ოდესმე შეიძლება იყოს ჩვენ ისეთი პარტნიორი რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო ფულის ჩადებას რაღაც სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში და დაგვეხმაროს რომ რაღაცები ავაშენოთ, არამედ უსაფრთხოების მხრივ რომ დაგვეხმაროს ჩვენ თუ ეს თეორიულ ნაწილში თუ დასავლეთი აღარ არის ასე ვთქვათ ახალ სამყაროში აღარ არის ჩვენი გარანტი და ჩვენ ახლა დასავლეთს რას ველოდებით ხო რას იზავს ანუ ჩამოყალიბებას დაიწყებს თორე ევროპა როგორც ცალკე გეოპოლიტიკური ცენტრი და შეიძენს იმ ნიშანთვისებს იმ კუნთებს აისხავს ტანზე რომელიც უნდა ქონდეს გეოპოლიტიკური ცენტრი ხო და თუ ეს ასე არ წავიდა და ჩვენი ურთიერთობები არ დაალაგდა არც ერთ სცენარში თქვა დასავლეთთან რაღაც დავრჩით ხო საბოლოო ნიშნით მე ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე ვერ შეასრულებს ჩინეთი ამას და გლობალურ კონტექსტში არ გვექნება ის ფასი საერთოდ ვერ ხედავ რატო
მაგრამ გარკვეულ კონფიგურაციებში პერსპექტივაში შესაძლოა ეს მოხდეს, όμως ეს გლობალურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული რუსეთის როლზე, ჩინეთის როლზე, როგორ იქნება ევროპასთან ურთიერთობები. ეხლა უყურებთ, რომ აშკარად ძალიან პროევროპული განცხადებები აქვს ოფიციალურ პირებს ჩინეთის. იმიტომ რომ უმთავრესი სავაჭრო პარტნიორები არიან ერთმანეთის, არის ანტიამერიკული მომენტები, გაიჟღერა სამშვიდობოების ჩაყენებაზეც კი უკრაინაში. ანუ მას ისე როგორც ამერიკას ლოგიკა არის ამ ტანდემის მოშლა, მისი ჩამოყალიბება თუ ესე გარვინთარდა ტრანსატლანტიკური ერთობის საკითხი, რომ ვაშინგტონი და ევროპა გაირიყვნენ ერთმანეთისგან, ხო გრძელვადიან პერსპექტივაშიც, ხო? მაშინ ეს მისი ევროკავშირთან ასეთი დაახლოება ლოგიკურიც არის თვალსაჩინო, ეს არც რუსეთს არ მისცემს ზედმეტად გაძლიერების საშუალებას რა. ამ შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი კორიდორი, ჩვენი სანტრანსპორტო შეიძლება გაცილებით ხელსაყრელს ხდიდეს ანაკლიის პროექტის რეალიზაციას ჩინეთთან მიმართებაში, ვიდრე ეკონომიკურ თვალსაზრისით კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართებაში, რომელიც ანუ ვისი აქ მთავარი საკითხი რა უნდა იყოს, ვისი თურთები ივლის აქ და ვისთან წავა. ან ევროკავშირთან ერთად. ანუ აქ შეიძლება კარგი კონფიგურაციის დასმა. όμως ალბათ რაღაცა დრო დაჭირდება რა თუ გამოჩნდა რომ ესე წავიდა ვითარება და ჩინეთმა და ევროკავშირმა შეძლეს უფრო თერიქ საკითხებზე დაახლოება თვითონ ანაკლიის შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირის კომპონენტის შემოყვანა და გადაზღვევები იმაზე რაზეც მე ვისაუბრე ხო ისე მართვა რომ რაღაცა ზედმეტი რისკების საფრთხები აქ არ იყოს რა ამიტომ რომ მიუბრუნდნენ ზოგადად შენ შეკითხოს ძირითადად ხო ამ ეტაპზე არ მგონია, მაგრამ ზოგადად იმ განწყობებით, რაც საერთაშორისო სისტემის მიმართ აფიქსირებს, პოტენციალი ამას აქვს, მაგრამ ეს ჯერ უნდა დაждდეს როგორც მოცემულობა ჩემსარეთ საერთაშორისო ურთიერთობებში და ესეთი გავლენა შეიძინოს ჩინეთმაც, რომ ხელი შეუწყოს აქ რაღაცა ნორმალიზაციას რა. თუმცა ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პროექტები, რაც მეტად იქნება აქ წარმოდგენილი, მით უფრო მტკიცე იქნება მშვიდობა რეგიონში. ეს ესე იყო თურქეთის მხრიდან არის ინტერესები. ანუ აი გლობალურ ძალთა ბალანსი არის კავკასიაში ყოველთვის მშვიდობა რა. ის ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების ეპოქაც რო გავიხსენოთ, ხო პირველი 18-21 წლებში რა მოხდა, ხო იქ რამდენიმე ძალის შემოსვლა ამ რეგიონში შექმნა ეს შესაძლებლობა გერმანია იყო და ბრიტანეთი იყო მე და ასე შემდეგ რა. ეს როდესაც იყო ჰეგემონის გამოჩენა ჩვენთვის ტრადიციულად ძალიან ძიმე გადასატანი იყო ხოლმე რა ერთი ჰეგემონის. და ამერიკა არ იქცა აქ რეგიონში ესეთ ერთ ჰეგემონს რო ქონდეს განსხვავებული გამოცდილება აქ არც არასოდეს ბაზა არ ქონია მას ესეთი აი ღრმა შემოსვლა რასაც ქვია ხო ეს არასოდეს არ ყოფილა. მაქსიმუმ რაც იყო სამხედრო სწავლებები ტარდებოდა. ხო, ნუ ეს ხო, ნუ ეს რაღაც არ ყო პრევენციული კონტექსტები ქონდა. რო დაუბრუნდეთ ისევ ჩინეთის სტრატეგიას, მათ ასევე ეკონომიკასთან ერთად აქვს სამხედრო ექსპანსიის, ან თავისი ჯარის გაზრდის სტრატეგია. აქ ჩინეთს აი ამერიკისავით, ან ბრიტანეთისავით გლობალური წარმომადგენლობა, სამხედრო ბაზები სხვადასხვა ქვეყნებში. ცოტა აქ ჯერ, ძირითადად არის, ნუ ბაზებს არ დაუქვი, ის ხელოვნური კონძულები, რაც მის უშუალო ინტერესის გეოპოლიტიკურ ალიანსში აკეთებს, ეს გასაგებია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ასე. აქეთ აქ ჯიბუტში აქ, ტაჯიკეთში აქ მცირე ბაზა. სხვათა შორის არის მოლაპარაკებები გარკვეულწილად ინფორმაცია იყო ირანთან, თუმცა არ არის ეგ თემა გადაწყვეტილი და საზღვაო რამდენიმე პორტში მისი გავლენა. ეს არის ძირითადად რაც მას გააჩნია, თუმცა ნუ აი 10 ჯერ მაგალითად ფლოტის თვალსაზრისით 10 ჯერ მძლავრი წარმოება აქვს ამასთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით. მისი ინდუსტრია, გემჩენებელი არის 10-11 ჯერ ძლიერი ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებში. წარმადობით წელიწადში. ანუ ის 2055 წელი რო ახსენე, ესეთი ტემპი თუ შენ არ ჩუნდა. ძალიან სერიოზულ შედეგებზე გავლენ. რაოდენობით ტექნოლოგიურად უკვე ესედაც სერიოზული წარმატებები მაქვს უშუალო ჯარზე ვსაუბრობ და თუმცა რა არის, არ უმომიათ რა, არ ვიცი, გარეთ მაგათ ეს მე-15 საუკუნეში რო უარი თქვეს ფლოტის განვითარებაში, თუ ნაოსნობა ქონდათ აფრიკამდე მიდიოდნენ. მე რატომაც ეს ჩაიკეტდნენ. თავიანთ იმაში, თორე პირველი საზღვაო ისა თავისუფლად ჩინეთი ყოფილიყო. და არა თქვათ რაღაცა იქ ბრიტანეთის იმპერია ან რაღაცა რა, მაგრამ ეს გზა არ აირჩიეს აი რაღაცა იმაში იმას აქნეს რა ქვია და ამდენად შეძლებენ სამხედრო კონფლიქტში ისეთივე ეფექტურები იყვნენ, ხო, ეს არ ვიცი. არც საზღვაო ესეთი ტრადიცია არ აქვს, იმიტომ რომ
სამხედრო სიძლიერეს არა მარტო თქვათ უშუალოდ პარამეტრები ქნის, გარკვეული ტრადიციებიც ქნის რა, არაერთი მიმართულებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ეხლა ყალიბდება იქ. შეიძლება გარკვეული კონფლიქტი თუ წარმოიშვა, ზუსტად გახდეს მე ამ ტრადიციის შექმნის საფუძველი და წარმატებულებიც იყვნენ. არ ვიცი, ეს ძალიან რთული სამშობლოა, თუმცა უშუალოდ აი სუფთა ინფორმაციული პარამეტრებით რა. ძალიან სერიოზული მაჩვენებლები აქვს ყველა მიმართულებით. კი, ბირთვულად ჩამორჩებიან ბევრად რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ ეგ პროგრამაც აქვს ზღვაზე. უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი ამერიკის აქამდე არსებული ემყარებოდა სავაჭრო ინტერესების რეალიზაციის თვალსაზრისით მისი ეკონომიკური, რა თქმა უნდა, საზღვაო ფლოტის ძლიერებას. აი მე სტატია რო ვახსენე კონკრეტულად აი ეს მეხენის დოქტრინა რაც არის მათი რომელიც აი ხარ ვახსენეს რომ მონრო 2-დან 0 არისო ხო გაიჟღერა ეს მონროს დოქტრინაზე რა ზუსტად მაშინ დაიწყო ჩანასახი და ფლოტის გაძლება 1900 ფილიპინების ომი და ეს მე-19 საუკუნის მეორედან იწყებს პლანეტარულ მასშტაბზე გასვლას ჩინელმა ძალიან კარგად იცის რომ თუ მას ოდესმე უწერია გეოპოლიტიკური გამარჯვება ესე თქვათ ან რაღაც სამხედრო სტრატეგიული დაპირისპირება თუ მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ვერ მოხდება ფლოტის გარეშე ამიტომ მთელი დიდი აქცენტი მანდა აქვს იმიტომ ხმელეთს ისინი ისედაც ძალიან ღრმათანი და უშუალო მოწინააღმდეგე ну კი ჩინეთთან აქვს ხო სასაზღვრო პრობლემები მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ხა დიდ ჩინეთი მაგათი ალბათ იმას იზამენ რა ქვია მაგრამ აი ტაივანის ფაქტორის გათვალისწინებით ზღვა არის რა აი ეს ბლოკადა თუ არ გაარღვიეს აი ბევრი ჩინელი სპეციალისტ მაგას იძახის უბრალოდ რომ უახლოვდება იმ ნიშნულს ისტორიული განვითარების თვალსაზრისით რომ რაღაცა გადაწყვეტილებები შეიძლება ხისტი მისაღები გაუხდეთ რა ან წავლენ რაღაცა იაპონური სამხრეთ კორეული საზოგადოების თვალსაზრისით რომელიც ნუ აი აზიური ტიპის ისეთი განვითარებული ტექნოლოგიური ძიმე პოლიტიკური ზონის მაგრამ ნუ მაინც არა დომინანტი არა გლობალური ჰეგემონიის პრეტენზიების მქონე სახელმწიფო არა. ნუ ჯერჯერობით ეგ არ ჩანს, იმიტომ რომ სტრატეგიულ დოკუმენტებში უკვე გაწერილი აქვს რა განცხადებების დონე. სანამ სი არის ყოველ შემთხვევაში, ესეც უნდა გვესწავლოს, რომ საკმაოდ მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ფაქტორებსაც, ესე აღმოჩნდა ჩინეთის ისტორიაში, ვინ არის სათავეში იქ. და ალბათ ეს დარჩება ესეთი. მე როგორც აღმოჩნდა, ამ კაცის ბიოგრაფია ეს არის აი ესეთი ველიკო ძირჟაული, მოდი ესე ვთქვათ, ჩინოვნიკის პარტიულ ოჯახში გაზრდილი ჩამოყალიბებული, უმცირეს ტაივანი და ჩინეთი და პარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბოლო კითხვაზე მივედით, ძალიან ლაკონურად რო შევაჯამოთ, საქართველოსთვის ჩინეთი მეგობარი თუ მტერე? თუ არა, მტერი ნამდვილად არა, ცალსახად არა. ჩემი შეფასებით ანუ რაღაცა ხა რუსეთზე როცა ვსაუბრობთ ხო შეგვიძლია დავიწყოთ და ნახევარი საათი ტერი არა მაშინ საფრთხე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ცალსახად იქიდან რისკებიდან გამომდინარე რაზეც ვისაუბრე მაგრამ კიდევ ერთხელ შეიძლება მეგობარათაც იქცეს თუმცა სამი სურვილი და შესაძლებლობები იქნება მაგრამ ეს ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი რომელსაც უამრავი პერსპექტივა გააჩნია ურთიერთობის განვითარების, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ იქნება ორ ფუნდამენტზე დამოკიდებული. საერთაშორისო წესრიგი და საერთაშორისო ურთიერთობები რა როგორ განვითარდება, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენ შიგნით რას ვაკეთებთ, რა პოლიტიკური სისტემა გვექნება და შევქმნით თუ არა ისეთ სისტემას დემოკრატიული ისეთ პროცესს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს არა მარტო ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებს, არამედ ზოგადად ნებისმიერი სხვა აქტორისგან. თუ ამას შევძლებთ, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა win-win პრინციპით იქნება მეტწილად და ძალიან მინიმალური იქნება ეს საფრთხეები და რისკი. თუ აქ ჩვენ რაღაცა феодалურ რაღაც ავტორიტარიზმად ჩამოვყალიბდებით, მაშინ ნებისმიერი მსგავსი არა მარტო ჩინეთი, როგორც ხედავთ, დიდი თოვლი, წყალდიდობა და ყველაფერი ორმაგი საფრთხე და რისკი არის ხო? კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ, გააზიაროთ ჩვენი პოდკასტი და ასევე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube, Facebook და სხვა სოციალური მედიის გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 17 საათზე. დიდი მადლობა.